თინეიჯერების საჭესთან. ეს თემა ხშირად ხდება განხილვის საგანი და ხშირად სამწუხაროდ ნეგატიურ და ტრაგიკულ კონტექსტში. გამონაკლისი არც დღევანდელი ისტორიაა. 4 წლის წინ, 2022 წლის ზაფხულის ღამეს, ოჰაიოს შტატის ქალაქ სტრონგვილში მომხდარი ავარია დღემდე საზოგადოების და ინტერნეტის ყურადღების ცენტრში რჩება. არა მხოლოდ ისტორიის ტრაგიკულობის, არამედ მთავარი პერსონაჟების გამო. საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ერთ მხარეს სჯერა, რომ ამ უბედური შემთხვევის ტრაგიკულობა დაუსრულებელმა ჭორებმა თითქმის გადაფარეს. ხოლო მეორე უფრო დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ დეტალებზე საუბარი მნიშვნელოვანია და რომ ამ თუნდაც ბოლომდე დაუდასტურებელი ფაქტების გარეშე შემთხვევის სრული და სწორი სურათის აღდგენა შეუძლებელია. დღევანდელ ვიდეოში ვსაუბრობთ საქმეზე, რომელიც კითხვებს არა მხოლოდ მტკიცებულებებისა და სასამართლო პროცესის, არამედ პასუხისმგებლობის, ურთიერთობებისა და უბედურ შემთხვევასა და მკვლელობას შორის ზღვარის შესახებ პათებს. წლის 31 ივლისის ღამეს გამთენიისას დაახლოებით 5-ის ნახევარზე შავი Toyota Camry საჭესთან 17 წლის მაკენზი შირილაზის. გვერდით მისი შეყვარებული 20 წლის დომინიკ რუსო და მანქანის უკანა სავარძელზე 19 წლის დევიან ფლანიგანის ხედან. სამივენი მეგობრის სახლიდან, სადაც პატარა წვეულება იმართებოდა, ბრუნდებოდნენ. არაფერი განსაკუთრებული, მათთვის ჩვეული ზაფხულის ღამე. დომინიკი და დევიანი მეგობრები იყვნენ. ბოლო პერიოდში დამეგობრდნენ, მაგრამ იმდენად ახლოს იყვნენ, რომ დევიანის ოჯახი როცა შვებულებაში წავიდა, დევიანს ახალი სამსახური ჰქონდა და ვერ შეძლო, რა თქმა უნდა, პირდაპირ ორკვირიანი შვებულების აღება და მშობლებს კიდე მისი სახლში მარტო დატოვება არ უნდოდათ, დევიანმა გამოსავალი იპოვა და ცოტა ხნით დომინიკთან რჩებოდა. დომინიკს საკუთარი სახლი ჰქონდა. მოკეთ ყველანი ერთსა და იმავე მისამართზე მიდიოდნენ იმ ღამით. დილის 6 საათი და 20 წუთი 9:01-ზე ზარი შედის. გზის პირას ავარიის შესახებ. კვირა დღეა, ქუჩები ცარიელი და იდეალური დროა მოტოციკლეტით ქუჩაში გასავლელად. სწორედ ამ დროს მოტოციკლეტისტი ავარიას ხედავს და ცხელ ხაზს ატყობინებს. საპატრულო დანაყოფით მაშინვე შემთხვევის ადგილას მიდის. პატრულის თანამშრომლებს შოკი აქვთ. ოფიცრები ნაწილებად დაშლილი, დეფორმირებული მანქანის მინების ჩამტვრევას ცდილობენ და ოპერატორს დამატებითი დამხმარე ძალების და სასწრაფოს გამოგზავნას სთხოვენ. Radio. This car's split in two. Radio, there's an occupant inside. Send us some squad now. We gotta bust the window out. Send us some more units. Any more units to progress now, Anita? Now! What are we doing? 31 squad up. Here, no one's moving. Oh my God. Oh my God. Times 3, guys. Radio, 3 occupants. ოფიცერი იტყობინება, რომ მანქანაში 3 მგზავრია, 3-ვე უგონოდ და 3-ვე ძალიან ახალგაზრდა. მოგვიანებით ხედავენ, რომ საჭესთან მჯდომი გოგო უგონოდაა, მაგრამ სუნთქავს. მაგრამ მხოლოდ სახანძრო ძალების მოსვლისა და მანქანის მძღოლის მხარის გაჭრის შემდეგ ისინი მაკენზის მანქანიდან გადმოყვანას ახერხებენ. საავადმყოფოში მისულ მაკენზის მშობლებს პოლიციის ოფიცერი მომხდარი ავარიის შესახებ ფორმალურ ინფორმაციას აწვდის. ატყობინებს, რომ მაკენზი მძიმედ დაშავდა. საოპერაციოშია, მაგრამ ცოცხალია. დევიანსა და დომინიკს ასე არ გაუმართლათ. სამწუხაროდ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ არც ერთ მათგანს შანსიც კი არ ჰქონდა. მაკენზის მშობლებს ასევე უდასტურებენ, რომ საქმეში პოლიციაა ჩართული და ავარიის ზუსტი დეტალების გამოძიებაც მოხდება. გამოძიება თავიდან ფოკუსირებული იყო ტექნიკურ დეტალებზე. ავარიის რეკონსტრუქციაზე, ავტომობილის მონაცემებზე,
ადგილზე არსებულ მტკიცებულებებსა და ავტომობილის ქცევაზე შეჯახებამდე. გამომძიებლები განსაკუთრებით დაინტერესებულნი იყვნენ თუ როგორ მოძრაობდა ავტომობილის შეჯახების ბოლო წამებზე. რა სიჩქარით მოძრაობდა, დაამუხრუჭა თუ არა მძღოლმა, მოახდინა თუ არა მძღოლმა მანევრირება შეჯახების თავიდან არიდების მიზნით და მიუთითებდა თუ არა მართვა კონტროლის დაკარგვაზე. პროკურატურა საქმის გამოძიებას იწყებს და რამოდენიმე დეტალი, რომელიც მიუთითებს, რომ საქმე უბრალო ავარიასთან არ ჰქონდათ, იმავე დღეს შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრებიდანაც ჩანს. მაკენზის ჩანთაში მარიხუანას და ფსილოციბინის სოკოს, იგივე ჩადოსნურ სოკოებს პოულობენ, რომელსაც ფსიქოდელური ნაერთის სახით იღებენ, რაც ძლიერი ჰალუცინოგენია. გამოძიების პროცესში პროკურატურის მოადგილის ტიმ ტრუპისთვის თანდათან ისეთი დეტალები ხდება ცნობილი, რომლებსაც ის უბედური შემთხვევიდან წინასწარ განზრახულ დანაშაულამდე მიყავს. პირველი ძალიან უცნაური მომენტი პოლიციის ოფიცრებისთვის იყო ავარიის მეორე დღე, როცა ისინი საავადმყოფოში მიდიან მაკენზის მდგომარეობის შესამოწმებლად და თან ნივთების, პირადი ნივთების, რაც მანქანაში იპოვეს, აღსაწერად და ფორმულარის შესავსებად, რას მიიღებენ უკან და რას არა. საინტერესო მომენტს აღწერს თვითონ ოფიცერი პროტოკოლში, რომ პალატაში, როცა შედის იქ არიან მაკენზი, რომელიც ვერ მოძრაობს, გიფსებშია ჩასმული, გადახვეული, მისი მშობლები, ნატალი და სტივი და ოფიცერი იწყებს სიტუაციის ახსნას. როცა უცებ ექიმი შემოდის, რომელმაც მაკენზი უნდა გასინჯოს და რაღაც გამაყუჩებელი უნდა მისცეს, რომ მაკენზის ტკივილები შეუმსუბუქდეს, რაზეც მაკენზი ვარს ამბობს და ამ დიალოგში მამამისი ერთვება, რაზეც მაკენზის პანიკა ეწყება, მამამის უყვირის, აგინებს და პალატიდან აგდებს, რაზეც ოფიცერი ალბათ შოკია, პლუს ტკივილები და პალატიდან გადიან, რომ ექიმმა შემოწმება დაამთავროს და დერეფანში პალატის კარის წინ იწყებს საუბარს მშობლებთან, რომ აი მანქანაში ეს მაკენზის ჩანთა ვიპოვეთ, ჩანთაში ნარკოტიკებიც იყო, რომ სადღაც უნდა არ დაგიბრუნებთ, მაგრამ აი ქეში ასევე მანქანაში, რომელსაც უკან მიიღებთ და ამ დროს იწყება მაკენზის კივილი პალატიდან, ისმის მაკენზის კივილი პალატიდან არ გაბედოთ ჩემს გარეშე საუბარი პოლიციასთან. და ეს ოფიცერი ამბობს, რომ ეს სამივენი ჩუმად შებრუნდნენ ისევ პალატაში, რომ 17 წლის მაკენზის მოესმინა, რას ეუბნებოდა მისი მშობლები პოლიციას. და ოფიცერი ეუბნება, რომ ამ დღეებში გადაწყდება, უნდა თუ არა პროკურატურა საქმის გახსნა მაკენზის წინააღმდეგ. და ამაზე დედამისი ძალიან გაოცებულია, ვერ იგებს, რატომ უნდა გადაწყვიტოს ეს პროკურატურამ და არა დაღუპული ბიჭების ოჯახებმა, უნდათ თუ არა მაკენზის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა. და ოფიცერი მართალი გითხრათ თვითონაც იბნება, ფიქრობ არ ელოდა ასეთ კითხვას, მაგრამ უხსნის, რომ ორი ადამიანია გარდაცვლილი ქალაქის ქუჩაში. სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე. რა გაირკვევა და უბედური შემთხვევა იყო თუ ავარია თუ ეგ სხვა საქმეა, მაგრამ გამოძიების საწყის ეტაპზე ვართ. ამაზე არაა ჯერ საუბარი, რა გაირკვევა, მაგრამ საქმე გაიხსნება თუ არა, ამას ოჯახის წევრები არ წყვეტენ, ამას წყვეტს პროკურატურა. ანუ ეს სამოქალაქო სარჩელი არაა. თუ საქმე აქამდე მივიდა, ეს იქნება სახელმწიფო მაკენზის შირილას წინააღმდეგ და არა დომინიკის და დებიანის ოჯახები მაკენზის წინააღმდეგ. მოკლედ, ბოლოს როგორც იქნა უხსნის ამას, ამ ამბავს დედამის და მშობლები ეტყობა მშობლებს, რომ ძალიან შეშფოთებულები არიან ამ ამბის გამო. ფიქრობ იცოდნენ, რომ რაღაც პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა, რა თქმა უნდა, მაკენზის იმის და მიუხედავად რა გაირკვეოდა და რა არა. მაგრამ იმ ფაქტს არ ელოდებოდნენ, რომ ამას სახელმწიფო პროკურატურა წყვეტდა და არა დომინიკის და დებიანის ოჯახის წევრები. და როცა ოფიცერი ამ ამბავს უხსნის შირილების ოჯახს, აქ ხდება ძალიან საინტერესო რამ, უბრალოდ ძალიან უცნაური რამ, რამაც ჩემი აზრით პროკურატურას გადააწყვეტინა, რომ ოკეი, აქ უფრო ხშირად უნდა ჩავიხედოთ და ეს საქმე გამოვიძიოთ. მაკენზი მოულოდნელად აწყვეტინებს ოფიცერს და ეუბნება:
შეიძლება დედას რაღაცა უთხრა? კი, რა თქმა უნდა. მაკენზი უბრუნდება დედამისს და არ ვიცი ინგლისურად ჯიბრიშს, რასაც ეძახიან, გამოგონილი ენა, სადაც მარცვლებს სპეციალურად სვლი, რომ მხოლოდ თქვენ გაიგოთ, რაზე საუბრობთ. ასე იწყებს პოლიციის ოფიცრის წინ დედამისთან საუბარს. Can I say something to her real quick? Yes. He's and he's like, he's like, She speaks to her mother in a unique language. Yes. he's and he's like, he's on, he's music, he's early, like, Jesus, It's a gibberish or a distortion of the English language. It's kind of like Piglat. he's early, like, Jesus, he's like, who's the least, like, seasons, he's a reason, you can't. მერე უბრუნდება პოლიციის ოფიცერს და ეუბნება და მართვის მოწმობა რომ ჩამომართვათ არ ვიცი ასე 10 წლით. ოფიცერი იმდენად ინტერესდება ამ მომენტით, რომ ადგილობრივი უნივერსიტეტის ენების კათედრას უკავშირდება და გაგვაშიფრინეთ რაზე საუბრობენ. და კათედრიდან უდასტურებენ, რომ ეს თქვათ ენა არა, ანუ გამოგონილი ენაა, რომ საიდუმლო თემებზე ისაუბრო ვინმესთან. იშიფრავენ მაკენზის სიტყვებს და როგორც პოლიციას ჯერა მაკენზი დედამის ეუბნება, შეგვიძლია ვუთხრათ პოლიციას, რომ ეპილეფსიური კრუნჩხვები მქონდაო? და დედამისი პასუხობს, კი, შეგვიძლია ეგრე ვთქვათ. რაზეც მაკენზის ოჯახი ამტკიცებს, რომ არ უთქვამს ჩვენს შვილს ეგო, მაგრამ პოლიციამ ვითომ კრუნჩხვები ქონდა? ოკეი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე ნამდვილად უნდა გამოვიძიოთ. მაკენზი, როგორც თქვით, 17 წლის იყო, სკოლა იმ წელს დაამთავრა და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადებოდა. სკოლაში ძალიან პოპულარული იყო, მას და მის სოციალურ მედიას ყველა იცნობდა. ძალიან აქტიური იყო TikTok-ზე და Instagram-ზე. მშობლები არაფერ შეზღუდავდნენ, სრული თავისუფლება ჰქონდა და იმას აკეთებდა, რაც უნდოდა. ამას მისი და დომინიკის ურთიერთობაც ადასტურებდა. ავარიის დროს დომინიკი 20 წლის იყო, თუმცა მათი ურთიერთობა უკვე 3 წელი გრძელდებოდა. ანუ მაკენზი 14 წლის იყო, როცა 17 წლის დომინიკთან ურთიერთობა დაიწყო. მოკლედ რომ აგიხსნათ, რამდენად სერიოზული იყო მათი ურთიერთობა, სკოლის დამთავრების შემდეგ 17 წლის მაკენზი ოფიციალურად გადადის დომინიკთან საცხოვრებლად. დომინიკი უკვე მარტო ცხოვრობდა, როგორც გითხარით, საკუთარი სახლი ჰქონდა, დედამისის სახლის გვერდით. ანუ შორს კი არ იყო გადასული, დედამისი ხშირად ვახშამს უმზადებდა ხოლმე და დომინიკს თავისთან სახლში მიქონა, მაგრამ მაინც ცალკე, თუმცა ოჯახთან ახლოს. და თან ფინანსურადაც დამოუკიდებელი იყო. და ეს ფინანსური დამოუკიდებლობა, როგორც ხვდები, მაკენზისთვის დიდი პლუსი იყო ურთიერთობაში. ამას სხვათაშორის მისი მშობლებიც ადასტურებენ ინტერნეტში. ინტერვიუებში ძალიან საინტერესოა, სადაც მამამისი ამბობს, რომ დომინიკი ყოველთვის საჩუქრებით ანებივრებდა მაკენზის, რომელსაც ბრენდული პროდუქტები ძალიან მოსწონდა, ამიტომაც მისთვის მაკენზისთვის ძალიან იოლი იყო დომინიკის შეყვარება. არ გაგიკვირდეთ, ჯერ სად ვართ? მაკენზის ოჯახის განცხადებები და საქციელები კიდევ გაგაოცებთ. ამ ხალხის IQ, მთელი ოჯახის დაჯამებულიც კი მინიმალურ ზღვარს ცვლებს ცდება. დევიანს 2 პატარა და ყავდა. საკმაოდ მძიმე ოჯახური პირობებიდან მოდიოდნენ სამივენი და პატარაობისას ბევრი გადაიტანეს. ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდნენ და იქ დარჩენა დიდხანს მოუწიათ, სანამ ერთმა ოჯახმა მათი სამივეს შვილადაყვანა არ გადაწყვიტა. დევიანი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა, გუნდის წევრი იყო და სკოლის ასაკიდან სპორტით დაინტერესებული. სკოლის დამთავრების შემდეგ ბარბერშოპის გახსნა უნდოდა და თან რეპერობაზე ოცნებობდა. ტიპიური 19 წლის ბიჭის ოცნებები, ღამით რეპერი და დღისით ბარბერი. და რადგან დომინიკს სახლში სტუდია ჰქონდა, ამანაც დაახლოვა ბიჭები ერთმანეთს, რადგან დევიანი ხშირად იყო დომინიკის სტუდიაში. დომინიკი და მაკენზი შეყვარებულები იყვნენ და უფრო დიდი საერთო სამეგობრო წრე ყავდათ სკოლიდანაც. დევიანი უფრო მოგვიანებით შეუერთდა ამ ჯგუფს. ერთი შეხედვით უპრობლემო სიტუაცია და ურთიერთობები, მაგრამ გამოძიების შემდეგ ეტაპზე პოლიციამ უფრო ღრმად დაიწყო სამეგობროს პირადი ინფორმაციების დამუშავება, რაშიც
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათი მობილურები შედიოდნენ და ბევრ შემაშფოთებელ ფოტო-ვიდეო მასალას მიაგნეს. მაკენზის მობილურში არსებული ინფორმაცია 180 გრადუსით ატრიალებს საქმის მსვლელობას. გამომძიებლები, რა თქმა უნდა, ველოდებოდნენ, რომ სოციალურ მედიაში აქტიური თინეიჯერის მობილურში საკმარის მასალას იპოვიდნენ, მაგრამ ფიქრობ, ამდენს თვითონაც არ ელოდებოდნენ. მაკენზის მობილური სავსე იყო ფოტოებით და ვიდეოებით, სადაც ის მუდმივად ნარკოტიკებს მოიხმარდა, მუდმივად სიგარეტი, მარიხუანა და ფსიქოდელური სოკოები. 17 წლის მაკენზი უკვე წლებია სხვადასხვა მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. მაგრამ არა უბრალოდ მომხმარებელი, მისი მობილური და პლუს სოციალური მედიაც კი სავსე იყო ვიდეოებით, სადაც მაკენზი საჭესთან მოიხმარს ნარკოტიკებს. მის TikTok-ზე არ ვიცი, ყოველი მესამე ვიდეო ალბათ იყო მაკენზი საჭესთან ხელში რაღაც ფორმის ნარკოტიკებით. ვიდეოც კი აქვს ჩაწერილი, სადაც ხმა ისმის მე ის იმ ტიპის გოგო ვარ, რომელიც სულ ნარკოტიკებს იღებს, მაგრამ არასდროს კვდება. I'm not even cool. I'm just one of those girls that can do a lot of drugs and not die. ეს ფაქტი მისი მშობლებისთვისაც არ ყოფილა სიახლე, როგორც ირკვევა მათ იცოდნენ მაკენზის და ნარკოტიკების ახლო ურთიერთობის შესახებ, როგორც მამამისი ინტერვიუში ამბობს, არ დაუშლია მაკენზისთვის მარიხუანას მოწევა, რადგან ყველა ეწევა დღესდღეობით და სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკების გამოყენებას ჯობია ისევ მარიხუანა მოწიოს. თუმცა დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ დომინიკი, რომელიც ასევე მოიხმარდა მარიხუანას, სტივის, მაკენზის მამის დილერი იყო. არ ვიცი, მარიხუანასთან სიტყვა დილერის გამოყენება ცოტა ძალიან მემკაცრება, მაგრამ მოკლედ თავისი 17 წლის შეყვარებულის მამას მარიხუანათი ამარაგებდა. რომ გაჩვენოთ სრულად ეს სურათი, მაკენზის და მამამისის მიმოწერები არის ბევრის მთქმელი ნამდვილად ამ სიტუაციაში, მაგალითად ყურადღებას იქცევს მაკენზის მუდმივი შეტყობინებები მამამისთან, სადაც მას თბილ რძეს სთხოვს, დილის 5 საათზე, ღამის 2 საათზე. როგორც ჩანს, თბილ რძეს გამოყავს? არ ვიცი, ვერ გეტყვით. თბილიძე ამშვიდებს ჩაძინებაშიც გეხმარება, კი ბატონო. მაგრამ როგორც ჩანს, მამამისი აქტიურად იყო ჩართული ამ ამბავში, იმ მხრივ, რომ მაკენზი უპრობლემოდ სთხოვდა შუაღამისას თბილ რძეს. თან ტექსტები საინტერესოდაა დაწერილი. შემომიტანე ოთახში რთბილი რძე, შუქი არა ანთო, არ იხმაურო, დადგი და გადი. ასე ეკონტაქტება მამამისს. ძალიან მოკლედ ახსენებ, ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ არ მინდა მიმართულებით წასვლა დღევანდელ ვიდეოში. ისიც წავიკითხე, რომ თბილი რძე კოდი იყო სხვა რაღაცისთვის და მაკენზის მამამისთან სხვა ურთიერთობა ჰქონდაო. 100% სპეკულაცია. ამიტომ არ მინდა ჩაუღრმავდე, მე მაინც მჯერა, რომ თბილ რძეს გამოყავს და ამიტომ თხოვდა მაკენზი მამამისს და არა იმიტომ რომ ეს რაღაც სხვა რაღაცისთვის კოდი იყო. და აქ დავტოვებ ამ ამბავს. მაკენზის მობილურში იპოვეს ფოტოები ქეშით. საუბარია საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხაზე, რაც 17 წლის სკოლის მოსწავლისთვის, რომელიც არ მუშაობდა, წესით ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ გაჩნდა სპეკულაცია, რომ მაკენზი და დომინიკი ორივე მსუბუქ ნარკოტიკებს ყიდდნენ. შემთხვევის ადგილზე მაკენზის ჩანთაში დაფასოებულ კანაბისთან ერთად სასწორიც იპოვეს. არ ვიცი, ჩვენ სამზარეულოს სასწორს რასაც ვეძახით, ჩვენ უბრალო მოკვდავები ქვილს რითიც წონით. მოკეთ, იცით, რასაც გულისხმობ, რაც თუ უბრალოდ მხოლოდ მომხმარებელი ხარ და შენთვის მოიხმარ მხოლოდ ჩანთაში სასწორით არავინ არ მოძრაობს ქუჩაში. გარდა ამისა, პოლიციის ყურადღება მიიპყრო Snapchat-ის შეტყობინებებმა, რომლებსაც მაკენზი სხვადასხვა იუზერებისგან იღებდა, სადაც პირდაპირ თუ ირიბად იყო საუბარი სექსუალურ მომსახურებაზე და ფასებზე. დაწყებული მისი შიშველი ფოტოების გაგზავნიდან პირადი შეხვედრებით დამთავრებული, რაც დიდი რაოდენობის ქეშის ქონასაც ხსნის, იმიტომ რომ მაკენზი და სამსახური არ გამოდიოდა ეგ საქმე სამწუხაროდ. რამოდენიმე დღე მაქსიმუმ თუ შეძლებოდა სადმე მუშავა. ერთხელ ფასტ-ფუდის რესტორნიდან პირველივე სამუშაო დღეს გამოუშვეს, იმიტომ რომ მენეჯერმა საფარი და კეპი გაიგეთეო.
რაც უნდა ეტარებინა, რაზეც მაკენზიმ პანიკა მოაწყო რესტორანში, ახლა ვიყავი სალონში და ახალგაკეთებულ თმაზე კეპს ვერ დავიფარებო და ამიტომ გამოუშვეს და საქმის ფაილებშია სხვათა შორის Instagram-ის ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ამ შემთხვევაზე თავის დაქალს ეუბნება, რამდენად გოიმი იყო ეხა ფასტ-ფუდის ფილიალის მენეჯერი, რომ ვერ აუხსნა ახალგაკეთებული თმა რას ნიშნავს და კეპს რატომ ვერ დაიფარებდა. აქ ლოგიკური კითხვა ჩნდება, იცოდა თუ არა დომინიკმა ამ ყველაფრის შესახებ და თუ იცოდა ასეთი იდეალური ურთიერთობა როგორ ჰქონდათ. ამ სიტუაციის გასარკვევად პოლიცია დომინიკის და მაკენზის მობილურებში არსებულ მიმოწერებს და ჩათებს ამოწმებს და იდეალური წყვილის ილუზიაც მაშინვე ინგრევა. როგორც ირკვევა დომინიკი და მაკენზი უკვე რამოდენიმეჯერ დაშორდნენ ერთმანეთს, ხშირად ჰქონდათ კამათი და უთანხმოება სხვადასხვა საკითხებზე, როგორც მიმოწერებიდან ჩანს, ძირითადად მაკენზი აკონტროლებდა მათ ურთიერთობას, სად წავიდოდნენ, რას გააკეთებდნენ და ირკვევა, რომ მაკენზის დამატებითი შემოსავლის წყარო დომინიკისთვის დიდი პრობლემა იყო და ამის გამო სერიოზული კამათი ჰქონდათ არაერთხელ, თუნდაც შემთხვევამდე რამოდენიმე თვით ადრეც, სადაც დომინიკი პირდაპირ წერს მაკენზის, ასე პროფესიონალი მეძავი გახდებიო და მაკენზის პასუხი ვერაფერ პრობლემატურს ვერ ვხედავ მაგაშიო და თან მაშინ ჩვენ ხომ დაშორებულები ვიყავითო. როგორც ხვდები, მაკენზი ამ დამატებითი შემოსავლის წყაროთი სარგებლობდა, როცა დომინიკთან იყო დაშორებული. იმ პერიოდებისთვის, როცა დომინიკთან იყო, დომინიკი ზრუნავდა 100%-ით ყველაფერზე. რამოდენიმე პატარა მონაკვეთი რომ წაგიკითხოთ მათი ურთიერთობის და მიმოწერის, მაშინვე მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. გაითვალისწინეთ, რომ დომინიკის და მაკენზის მიმოწერებზე საქმეში 31,000 გვერდიანი ფაილია, 90,000 ტექსტური შეტყობინები. ანუ, რასაც ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ, ზღვაში წვეთია. უბრალოდ შევარჩიე ავარიამდე პერიოდის, რამოდენიმე თვეებით ადრე, რამოდენიმე თვით ადრე, რამოდენიმე კვირით ადრე შეტყობინებები, რომ უკეთ გამოჩნდეს რა სიტუაცია იყო უშუალოდ ავარიის წინ. გთხოვთ გაითვალისწინებთ, რომ ეს არის თინეიჯერების მიმოწერები. წერტილი ამ ბავშვებმა არიციან და მძიმე, ყველა მეორე სიტყვას შემოკლებით წერენ. გინება მათი ყოველი წინადადების ნაწილია, ამიტომ გაითვალისწინოთ, რომ მე ახლა ძალიან კონსერვატიულად წავიკითხავ ამ SMS-ებს. ძალიან კონსერვატიულად, იმიტომ რომ არ ვაპირებ ხა შემდეგი 5 წუთი ვიჯდე YouTube-ზე და ვიგინო. ეკრანზე გამოჩნდება ორიგინალი ინგლისური ტექსტები. მე არაფერი შემიცვლი, არაფერი ჩავემატები, არაფერი ამომიკლია. ვისაც უფრო დეტალურად გაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ ორიგინალ ტექსტებს მიყვეთ ჩემთან ერთად. აი მაგალითად ერთ-ერთი ასეთი მომენტი იყო გაზაფხულის პერიოდში, იმავე წლის 2022 წლის გაზაფხულის პერიოდში, შვებულებაში დასასვენებლად შვებულებაში, მაკენზის რა შვებულება, მაგრამ დასასვენებლად უნდათ წასვლა და მაკენზი ძალიან გაბრაზებული იყო, რა აზრი აქვს შვებულებაში წავიდე იმასთან, ვინც 1 გრამი მოსაწევი ვერ მაჩუქა. რაზეც დომინიკი პასუხობს, მე მოგცე, მაგრამ მე გარნიშნავს, რომ შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი მოწიო. კენზი, შენ როგორ ვთქვა, ბუხარივით ეწევი და ბოლო დროს საშნელად მეკცევი. ხომ ელოდები, რომ ასეთ რაღაცაზე ხა მაკენზის რაიმე რეაქცია ექნება? არა, სუში და კალავარი მომაქვს შენთვის. კაი. სუში ვიყიდე და ყველაზე საზიზღარი რამ მომიტანეს, რაც კი ოდეს მე მინახავს. რა ადგილია და რა ქნეს და რა სუში მოგაქვს ჩემთვის? იმედია საზიზღარი არ იქნება. Babe, არ ვიცი ხვალ რა ჩავიცვა. სიტყვა გაზლაითინგი რასაც ნიშნავს ადამიანის ემოციური დაიგნორება. ამისი როგორი ექსპერტია მაკენზიცით? იმდენად ექსპერტი, რომ ამ გოგოსთან ნორმალური კომუნიკაცია უბრალოდ შეუძლებელია. ისე გიცვლის თემას, თუ მას არ უნდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება, რომ მე მგონი ვერც ხვდები რაღაც მომენტში, რომ უცებ თემა შეიცვალა. ახლა კიდე რაც უნდა გითხრათ, ვისაც კითხვა გექნებათ. ნინა, კონტექსტიდან ხომ არაა მოგლეჯილი ეს SMS-ები? იქნებ რითი დაიწყო კამათი? არაფრით. არაფრით არ დაწყებულა კამათი. შეგიძლიათ 30,000-ზე გვერდს აყვეთ, ასკროლოთ და დასკროლოთ. არაფრით, მენდეთ სიტყვაზე. არაფრით არ დაწყებულა კამათი. არც ერთ შემთხვევაში, რაღაცა გამონაკლისი შემთხვევები იმას არ ვამბობ, რომ დომინიკი 100-დან 100 შემთხვევაში 100% მართალი იყო. რა თქმა უნდა არა, მაგრამ 99 შემთხვევაში კამათი იწყება
არაფრით. და ეს არაფერი, რა თქმა უნდა, მაკენზის მხარიდან მოდის. სრულიად მოულოდნელად იწყება გამათები. მაგალითად, შენ მართლა სულელი ხარ, საუკეთესოს კარგავ რაც კი გქონია და ჩემზე უკეთეს ვერასდროს ვერავის იპოვი. თუ ამას არ გამოასწორებ, მე ჩემს ცხოვრებას გავაგრძელებ. მე შენზე არ ვარ დამოკიდებული ჩემ ბედნიერებისთვის. გაქვს 5 წამი, კი ან არა. თუ არა, გბლოკავ და მივდივარ. და მე countdown-ი 5, 4, 3, 2. რა ჯანდაბაა მაცადე დავწერო. არ მაინტერესებს. მორჩა, შენ დავიღალე. წერე, რა გჭირს? ნელა წერ. კითხვის ნიშანი, კითხვის ნიშანი, კითხვის ნიშანი, კითხვის ნიშანი. რა ნელი ხარ? ამას ვეღარ გამოასწორებ. მეგონა რომ კაცი იყავი. აშკარად არა. და აქ ოდნავ ირკვევა რა ხდება. იმიტომ რომ ზარს არ ვუპასუხე. ვერ ვიჯერებ რომ გონია ცუდი განზრახვა მქონდა. მთელი წელი შენთვის ვიბრძოდი. თუ დომინიკის შეტყობინებებს არ წაიკითხავ, ვერც გაიგებ. საერთოდ რაზეა კამათი, იმიტომ რომ მუდმივად ეს ამ ტერმინებს იყენებს. ამ სიტუაციას თუ არ გამოასწორებ, ამას თუ არ გამოასწორებ, რაც ჩაიდინე იმას თუ არ გამოასწორებ, რაც ძალიან დიდი манипуляცია არის. რაც შენიცი რა ჩაიდინე, შენიცი რა და აი მუდმივად ამ ტერმინებს იყენებს. არასდროს სიტუაციას არ ხსნის გასარკვევად თავიდან ბოლომდე, რომ ეს დომინიკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ აი ეს მოხდა, შენ ეს გააკეთე, მე ეს გავაკეთე. დომინიკი ცდილობს, რომ უფრო სიტუაცია გაარკვიოს ხოლმე. მაგრამ მაკენზი აგრძელებს. სერიოზულად ამბობ? ეგ დაწერე? იმ 5 წამში, რაც მოგეცი, ეგ მოიფიქრე? 2 წამი გაქვს, რომ სწორი SMS-ი გამოაგზავნო. მაბნევ, ვერ ვასწრებ შენი მესიჯების წაკითხვას და ჩემის გაგზავნას 5 წამში, რა ჯანდაბაა. საერთოდ არ მაინტერესებს. შენ გგონია რომ ცუდი განზრახვა მაქვს, ეს სიგიჟია. შენ მართლა საშინელი ხარ, ემოციურად სულ ქვემოთ მეკაჩები. ყველაფერს შენთვის ვაკეთებ და არაფერს ვითხოვ. შენ მეკაჩები ემოციურად ქვემოთ. არ მაძლევ საშუალებას რომ ჩემს ოცნებებს მივყვე. სულ ამბობ რომ შენ უნდა იყო პირველ ადგილზე. წარმოიდგინეთ, რამდენად ემოციურად დამღლელია ეს ყველაფერი. ტოქსიკური ურთიერთობა აღარ ქვია ამას. წარმოიდგინეთ პირიქით რომ იყოს, სქესები რომ შევცვალოთ. წარმოიდგინეთ, რომ ბიჭი წერდეს მსგავს SMS-ებს გოგოს. მაკენზი მაინც აგრძელებს, თუ დღის ბოლომდე არ გამოასწორებ ამას და ისე რომ მართლა დამაჯერო, მაშინ ყველაფერი დასრულებულია. მე ჩემს ცხოვრებას გავაგრძელებ. კენზი, ეს მე აღარ ვარ. მაპატიე, მაგრამ ეს ჩემი ბრალი აღარაა. შენ ანგრევ ჩვენს ურთიერთობას. ხო, ვიცი, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ სტანდარტები მაქვს შენგან განსხვავებით. ეს შენი ბოლო შანსია. მე წავალ. თუ გგონია რომ ჩემს გარეშე რამეს მიაღწევ, სასაცილო ხარ. ჯობია ახლავე მიპასუხო. თან ურეკავს ყოველ წამს და დომი არ პასუხობს. კენზი აღარ მეშინია. ან ყველაფერი, ან არაფერი. მიყვარხარ, მაგრამ არ მჭირდება შენთან ყოფნა, თუ ასე მოიქცევი. თუ არ მიპასუხებ, ისევ დაგბლოკავ და სხვებს დავუწყებ მიწერას. შეგიძლია ჩემთან იყო, ან წახვიდე. ესაა შენი პასუხი? ანუ არ აპირებ დღის ბოლომდე სიტუაციის გამოსწორებას? ანუ ერთმანეთს კი არ პასუხობენ კომუნიკაციაში როგორც უნდა იყოს. მაკენზი იწერება და დომინიკი ცდილობს რომ როგორმე უპასუხოს. არც კი ვიცი რა უნდა გამოვასწორო. ეს უკვე აბსურდია. ეგაა შენი პასუხი? 6 საათამდე გაქვს დრო. თუ არა დაგბლოკავ და სამუდამოდ დავასრულებთ. მიყვარხარ, მაგრამ ამას აღარ გავაკეთებ. ეს სიგიჟია. ვერ ვხვდები რა ხდება. დღეს უკვე 3ჯერ მოგეცი შანსი. ეს შენი ბოლო შანსია, რომ 6 საათამდე გამოასწორო სიტუაცია. ახლავე მიპასუხე. ახლავე. და დომინიკის პასუხი. ჩემი ყველა SMS-ი მიიღე? მე და დომინიკს ერთი და იგივე რეაქცია გვქონდა მართალი რომ გითხრათ, რომ კენზი იღებ დომინიკის შეტყობინებებს, მოდის შეტყობინებ. აგრძელებს მაკენზი. კი თუ არა? არ მაინტერესებს შენი SMS-ები. კენზი არ ვიცი რისთვის უნდა მოგიბოდიშო. 6 საათამდე გაქვს დრო. ოკეი, 5 საათამდე გაქვს დრო. ოკეი, 4 საათი. 4:30, მაგრამ როგორ ჩანს არის ის მაკენზი 4:30 როგორ იწერება, რომ 3:30 და მოკლედ 4:30 იგულისხმება. ეს countdown-ები, ეს დათვლები უყვარს. ძალიან ან წამებში ითვლის, ან ესე ციფრებით. ეს არ შეიძლება ყოველ კვირაში ხდებოდეს. მართალი ხარ,
შემდეგზე ასე რომ მოიქცევი, ახსნა განმარტების გარეშე დამთავრდება ყველაფერი. შენი ქცევა აუცილებლად შეიცვლება. შენი ქცევაც უნდა შეიცვალოს. დაშორებულები ვართ მანამ, სანამ არ გადაწყვეტ, როგორ აპირებ ამ ყველაფრის გამოსწორებას. გინდა რომ ახლავე დაგშორდე? გინდა რომ ახლავე დაგშორდე? გინდა რომ ახლავე დაგშორდე? გინდა რომ ახლავე დაგშორდე? უბრალოდ არ ვიმეორებ. ესე 4ჯერ თუ 5ჯერ ზედიზედ უგზავნის ერთსა და იმავე წინადადებას. ანუ პირველი წინა SMS-ი ხო არის, რომ დაშორებულები ვართ, სანამ არ გადაწყვეტ როგორ გამოვასწორო ეს სიტუაცია და შემდეგი 4 შეტყობინება არის გინდა ახლავე დაგშორდე, გინდა ახლავე დაგშორდე. ბავშვურად იქცევი, არ ვაპირებ ამ თამაშს ავყვე. შეგვიძლია 3-ზე გადმოვიტანოთ, ანუ ვადას გულისხმობს. ეს სიყვარული არაა. შემდეგ სიტუაცია არის მაგალითად სუპერმარკეტში წაყვანა. მაგენზეს უნდა რომ დომინიკმა სუპერმარკეტში წაიყვანოს. სუპერმარკეტში წაიყვანოს, მოკლედ. თვითონ, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია სუპერმარკეტში წავიდეს. კი მინდა შენთან ერთად წამოსვლა, მაგრამ მინდა რომ შენ თვითონ მოინდომო და ჩემი თქმა არ გჭირდებოდეს. შენ ყოველთვის მაშინ იწყებ ცდას, როცა უკვე გვიანია. ხო და ახლაც უკვე გვიანაა. რა დავაშავე? მთელი დღეა მხოლოდ ბუდიშებს გიხდი. 2 წუთი გაქვს რომ ჩემს სახლთან იყო. 60 წამი. 55 წამი. ოკეი, მოვდივარ. და მუდმივად ასე, ანუ ეს SMS-ი, სადაც დომინიკი ამბობს, რომ არ შეიძლება ყოველ კვირაში ასე ვიყოთ. პირდაპირ გაგებით შეგიძლიათ მიიღოთ ეგ ყოველ კვირაში ესეთი მიმოწერები აქვთ. და კიდევ უფრო მძიმე მიმოწერებით, სადაც მაგალითად დომინიკი არ აძლევს უფლებას, რომ მასთან სახლში მივიდეს, მაკენზის, ამიტომ რომ გუშინ რო ყავა მესროლეო, როგორც ჩანს ყავის ჭიქა ესროლა მაკენზი დომინიკს. მაგისი ლაქები ახლაც არის კარზე. და ასევე ხვრელები კედლებშია. როგორც ჩანს, არ მგონია რომ ახლა მაგენზე მუშტებით ურტყავდა ეს კედლებს, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა ნივთებს ესე, სამზარეულოს ნივთებს დიდი ალბათობით რომ ისურის იქეთ-აქეთ, სულ ხვრელებია კედლებშია და სანამ არ გამოასწორებ შენ საქციელს, არ უშვებდა მოკლედ დომინიკი მაგენზეს თავისთან სახლში. და სხვადასხვა დომინიკის მობილურზე იპოვეს დომინიკის მეგობრის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც მისი და მაკენზის ერთ-ერთი ასეთი ჩხუბია დაფიქსირებული. კადრებში ჩანს, როგორ დგას დომინიკი ჩაკეტილი კარის უკან და კარის მეორე მხრიდან როგორ ცდილობს მაკენზი დომინიკის ბინაში შესვლას. მაგრამ დომინიკი კარს არ უღებს. He was using a friend's phone to record an incident where Mackenzie came to their house and was demanding access to the house. Dom, if you do not open, you think I'm joking. You think I'm joking. Like, I'm dead ass. What do you mean? You know it. That's exactly what I mean. You don't even know exactly what I mean. You're going to come open this door right now, or there's going to be a serious problem. და საინტერესო ფაქტია, რომ როგორ რეაგირებს დომინიკი ასეთ სიტუაციაში, თუნდაც ის რომ მობილურით იწერს ამ ყველაფერს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ ხშირად ხდება. და ასეთი ტოქსიკური ურთიერთობა, რაც ამ ორს ჰქონდა, ასე ყველას დასანახად, ასე თვალნათვად და მაინც გრძელდებოდა, სანამ როგორც ხდება ხოლმე ტრაგედიამდე არ მივიდა ეს ყველაფერი, უბრალოდ საოცარია. ასევე გამოძიების პროცესში ირკვევა, რომ მანქანით ინციდენტი პირველად არ მომხდარა, რომ რამოდენიმე კვირით ადრე ავტობანზე მოძრაობისას მაკენზის პანიკა ეწყება, მორიგი კამათის შემდეგ და მანქანის გზიდან გადაგდებას ცდილობს, მუქარით რომ შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ, სადაც დომინიკის დედა ერთვება სიტუაციაში, რომელსაც დომინიკი ურეკავს და სიტუაციას უხსნის და დომინიკის დედა სასწრაფოდ მეგობარს აგზავნის მათთან, რომელიც იქვე ახლოსაა, რომ სიტუაცია განმუხტოს და დომინიკი გამოიყვანოს მანქანიდან. და სხვათა შორის მოგვიანებით ამ სიტუაციის გამოყენებას მაკენზის მშობლები თავიანთ სასარგებლოდ ცდილობენ, რაც ძალიან საინტერესო ფაქტია. რამოდენიმე დოკუმენტური არსებობს ამ საქმის შესახებ, Netflix-საც და Hulu-საც აქვს დოკუმენტური გაკეთებული. Netflix-ის დოკუმენტური განსაკუთრებით ვირუსული გახდა ინტერნეტში. დოკუმენტურში მაკენზის მშობლებიც აძლევენ ინტერვიუს, Hulu-სთან არა და კეთყვით მოგვიანებით რატომ არა, მაგრამ ძალიან საინტერესო ინტერვიუა, სადაც მაკენზის მშობლები, რა თქმა უნდა, უარყოფენ მსგავს შემთხვევას და პირიქით
დომინიკს ადანაშაულებენ, რომ მაშინ ავტობანზე ამ შემთხვევის გამომწვევი სწორედ დომინიკი იყო და არა მაკენზი. და აჩვენებენ მაკენზის შეტყობინებებს დომინიკის დედასთან მინაწერს, თითქოს დომინიკი იყო აგრესორი ამ სიტუაციაში, მაგრამ ირკვევა, რომ შეტყობინებები შემთხვევის შემდეგაა გაგზავნილი. მას შემდეგ რაც ყველაფერმა ჩაიარა და უკვე სახლში იყვნენ. მაშინ როცა დომინიკი იმავე მომენტში მანქანიდანვე ურეკავს დედამისს. ანუ თვითონ ვერ იქნებოდა საჭესთან ამ სიტუაციაში. და მაკენზის მშობლები რა თქმა უნდა ამტკიცებენ, რომ მათი შვილი არასდროს ყოფილა სუიციდისკენ მიდრეკილი, არასდროს არაფერს დაუშავებდა არც სხვას და არც საკუთარ თავს და ეს ყველაფერი იყო დომინიკის გამოწვეული. მაშინაც და შემდეგ ეს ტრაგიკული ავარიაც. ამას უმატებენ იმას, რომ დომინიკი ფართის დატოვების წინ იმ ღამეს მამამის SMS უგზავნის ტექსტით ძალიან მიყვარხარ და ეს გახდა თემა, რომ ნახეთ გამოემშვიდობა მამამის. რაზეც დომინიკის უფროსი და ქრისტინი, რომელსაც ხოთაშორის პოდკასტი აქვს და ბევრ საინტერესო დეტალზე საუბრობს, ამბობს, რომ ამ SMS არაფერი აქვს საერთო გამომშვიდობებასთან. 7 დაძმანი არიან და მამამისი ყოველდღე, ესე random უგზავნის ყველას SMS მიყვარხარ. და შვილებიც, ვისაც როდის შეუძლია და დრო აქვთ, პასუხობენ. ეს მათ ოჯახში რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა და შეტყობინება არაა. მათთვის ჩვეულებრივი ამბავი და ყოველდღიურობა. მაკენზის მშობლების მტკიცებას, რომ მათი შვილი არასდროს ყოფილა სუიციდისკენ მიდრეკილი, ინტერნეტია, რომ მაშინვე რა თქმა უნდა ამოტივტივდა შემთხვევამდე რამოდენიმე წლით ადრე 2020 წელს მომხდარი შემთხვევის შესახებ პოლიციის ჩანაწერი, საქმე არ გახსნილა ან რაიმე მსგავსი, მაგრამ სახლის მისამართზე პოლიცია გამოიძახეს და მისამართზე მისვლის პროტოკოლი რა თქმა უნდა არსებობს არქივში. პოლიცია გამოიძახეს, რადგან მაკენზი ოთახში იყო ჩაკეტილი და მშობლებს თავის მოკლით ემუქრებოდა. როგორც ირკვევა, მშობლებმა რაღაცაზე უარი უთხრეს, რაც მაკენზისთვის მიუღებელი იყო და მშობლებს თვითმკვლელობით ემუქრებოდა. მოკლედ, არაა გასაკვირი, რატომ არ ეუბნებოდა მშობლები არაფერზე უარს მაკენზის და ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც უნდოდა. მშობლებს არანაირი გავლენა არ ჰქონდათ ამ ბავშვზე. თუმცა რა გითხრათ, მშობლებსაც საინტერესო მიდგომა აქვთ ამ სიტუაციასთან. ის რომ თავიანთ შვილს იცავენ გასაგებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს დაცვა კი არა, ფაქტების დამალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობები უფროა. დედამისი მაგალითად ნატალი ავარიიდან 2 დღის შემდეგ 3 აგვისტოა მგონი პოლიციაში რეკავს საჩივრით, რომ ინტერნეტში ნეგატიური კომენტარები იწერება მაკენზიზეო და ხალხი წერს მაკენზია დამნაშავეო. უკაცრავად და სიტუაცია რომ ცოტა უკეთესად შეაფასო და ცოტა ხანი ინტერნეტს მოშორდი არა? სანამ შენი შვილის გამო 2 სხვა ოჯახი დაგრძალვის ცერემონიებს გეკმავს და ხომ არ გგონიათ? არ შეგეშალოთ, რომ მაკენზის მენტალური ჯანმრთელობა ადარდებდათ და იმიტომ როცა ასეთ რაღაცას ეხება საქმე, რა თქმა უნდა, ხმამაღლა უნდა ისაუბრო ამის შესახებ, მაგრამ არა, საავადმყოფოდან ურეკავდა და წერდა სამოდელო სააგენტოებს მაკენზის მომავლის დასაგეგმად დედამისი. პოპულარული გახდა ეს საქმე ინტერნეტში და როგორმე ხომ უნდა გამოეყენებინათ ეს სიტუაცია. და ეს კომენტარები კიდე მაკენზის იმიჯს ჩრდილს აყენებდნენ ინტერნეტში. საინტერესო ფაქტია კიდევ და თან ამათ ინტელექტს კიდევ ერთხელ მხაზე გავუსვათ, როგორც ჩანს, მაკენზი გონს რომ მოდის და იგებს რომ პოლიციას მისი ტელეფონი აქვს, პანიკაში ვარდება. და დედამისი გამომძიებლების ტელეფონებს აფეთქებს რეკვით, რომ Snapchat-ის პროფილზე უნდათ წვდომა აუცილებლად. როგორც ჩანს, ფოტოების და მიმოწერების წასაშლად. მაგრამ რა თქმა უნდა, გვიანი იყო პოლიციას გადაკოპირებული ქონდა უკვე მთელი ტელეფონი. ეს არ ვიცი, ვინმესთვის შეიძლება ახალი და საინტერესო ინფორმაცია იყოს, მოდით აქვე ესეც ვთქვათ, რომ როცა პოლიცია თქვენს ელექტრომოწყობილობებს ამოწმებს, ეს თქვენს მოწყობილობებზე არ ხდება. არავინ მიიტანს თქვენს მობილურს და პოლიციის კომპიუტერზე არ შეერთებს USB კაბელით. არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც დაცულად ხდება სრული ინფორმაციის გადატანა უსაფრთხო სერვერზე. თქვენი მოწყობილობის გადაკოპირება. და იქ მიმდინარეობს მერე ყველაფრის გაშიფრვა. იქ IT სპეციალისტი არ ზის და უშუალოდ თქვენს მობილურს არ სკროლავს. და მაკენზის როგორც ჩანს ეგონა, რომ Snapchat-ი ავტომატურად შლის შეტყობინებებს, და ამიტომ იქ სხვადასხვა საქმეებს აგვარებდა. ერთ-ერთი ასეთი იყო შეტყობინებები ფოტოებით,
ყალბი პირადობის დასამზადებლად, ყალბპირადობას როგორ უკვეთავდა. ბევრჯერ მithქვავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამოვიყენებ შესაძლებლობას. ინტერნეტში არასდროს არაფერი არ იკარგება. დაფიქრდით, სანამ რამეს დაპოსტავთ. სანამ საგამოძიებო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაკენზის უკვე საავადმყოფოდან წერენ, თავიდან სხვათა შორის დომინიკის ოჯახს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს მაკენზესთან, დომინიკის მამას განსაკუთრებით, უშუალოდ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, არც ფიქრობენ, რომ უბედური შემთხვევის გარდა რაიმე სხვა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო იმ ღამით, ამიტომ ჩვეულებრივად აგრძელებენ ურთიერთობას მაკენზესთან. მაკენზი ბევრს პოსტავს მისი და დომინიკის ურთიერთობის შესახებ, შემდეგ დღეებში სპეციალურად დომინიკის დასაც კი წერს და სთხოვს, რომ დომინიკის ფოტოების არჩევაში დაიხმაროს, რომელსაც დომინიკს საფლავში გაატანს, რომ სამუდამოდ მის გვერდით დარჩეს. 7 აგვისტოსი იყო დომინიკის დაკრძალვა, მაკენზი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იყო და წესით არ უნდა გამოსულიყო პალატიდანაც კი, მაგრამ ლამის საკუთარი თავი გამოწერა საავადმყოფოდან, რომ დაკრძალვას დასწრებოდა. ისეთი პანიკა მოაწყო საავადმყოფოში და მშობლებმა იმდენად ვერაფერი ვერ მოუხერხეს, რომ მეტ დაიძულებული გახდა პოლიციისთვის დაერეკა. და აქ ძალიან საინტერესო მომენტია, რომელიც Netflix-მა გამოდავა სხვათა შორის მესმის სამართლებრივი მიზეზების გამო, მაგრამ ერთ-ერთი ოფიცერი პროტოკოლში წერს, რომ მაკენზის მამა ემუდარებოდა ოფიცრებს არ მისცეს საავადმყოფოდან გასვლის უფლება, რადგან ხომ ხედავთ უკვე სცადა თავის მოკლა და კიდევ გაიმეორებს. ეს თუ აღიარება არაა, მაშინ მე არ ვიცი. თუმცა რეგულარულ ცხოვრებასაც საკმაოდ მალევე უბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამოდენიმე კვირაა გასული საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ და გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სექტემბრის შუა რიცხვებში მაკენზის ეტლით, იმიტომ რომ გამართულად სიარული ჯერ კიდევ არ შეეძლო, მუსიკის ფესტივალზე აფიქსირებენ. ასევე აქტიური მიმოწერები აქვს მას და დედამის ინსტაგრამის კომენტარებში მის პოსტებზე ბრენდებთან, რომლებიც თანამშრომლობას თავაზობენ და მაკენზის სიხარულისგან მეცხრეცაზეა. და ოქტომბერში ჰელოუინის ფართისთვის მაკენზი და მისი მეგობრები, არ ვიცი, ამას გერმანულად სენზენმანს რასაც ეძახიან. ანუ სიკვდილის განსახიერება, ჩონჩხის ფორმით, რასაც უფრო თანამედროვე ვერსიებით და მაკიაჟით აკეთებენ ახლა რა თქმა უნდა, რაც ჰელოუინისთვის ძალიან პოპულარული ნიღაბია, კოსტუმია. მოკეთ ამ, ასე ვთქვათ, სიკვდილის კოსტუმში გადაცმულები მიდიან იმ წლის ჰელოუინის ფართიზე. და ეს ხომ პოლიციას არ გამოპარვია, რა თქმა უნდა. მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ ინტერნეტში და მერე სასამართლოზე მოსამართლეს ჩაურთეს მაკენზის და მისი მეგობრების ეს ვიდეოები. და თავიდან მოსამართლე აჩერებს პროკურორს, რომ რატომ ვუყურებთ ამას? რა თქმა უნდა, ექნება 17 წლის თინეიჯერს რაღაც მსგავსი ვიდეო TikTok-ზე და პროკურორი, არა, ეს ავარიიდან 2 თვის შემდეგ გადაღებული კონტენტია. და მოსამართლეს უწევს სახეეცვლება. ანუ ხვდებით რა ეტაპზე ვართ სასამართლო სისტემაში, TikTok-ის ვიდეოები არის მტკიცებულებები სასამართლო დარბაზში. ზოგადად მაკენზის სამეგობრო წრეც დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა, განსაკუთრებით TikTok-ზე, ამ დოკუმენტურების გამოსვლის შემდეგ. Netflix-ის დოკუმენტურში განსაკუთრებით ამ ბავშვების ინტერვიუების მოსმენა იყო კოშმარი. მეგონა რომ თვალში სისხლი ჩამექცეოდა გეფიცებით. ანუ მესმის რომ ამ ასაკში ამ ბავშვების ტვინი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენი თავი წარმოიდგინეთ მსგავს სიტუაციაში. და დამნაშავე, უდანაშაულო, მაგამდე არა ვართ მისული. ბრალდების ეტაპზე ვართ. Netflix-ი იღებს დოკუმენტურს ამ საქმის შესახებ და თქვენმა მეგობრებმა უნდა ისაუბრონ თქვენ შესახებ. როგორი კარგი ადამიანი ხართ. რაღაც პოზიტიური თქვენ კამერის წინ, იმიტომ რომ უკვე ამდენი ნეგატივია შენს შესახებ ინტერნეტში გავრცელებ და ჟურნალისტი ეკითხება შენს მეგობარს, რატომ არ ჩაიდენდი რაღაც მსგავს, რატომ არ დაუშავებდი შენს თავს ან ვინმე სხვას რამეს. შენი მეგობარი იხსენებს, რომ ერთხელ მაკდონალდში იყავი მასთან ერთად და ფასტ-ფუდიც კი არ შეჭამე. ისე გიყვარს შენი სხეული. სერიოზულად ეს მომენტი გადავახვი, იმიტომ რომ მეთქი ეს დამთავრებული წინადადება რანაირადაა. ანუ მაკჩიკინი არ შეჭამა და თავს მოიკლავდა.
ეს არის რისი თქმაც შეუძლია შენს უახლოეს მეგობარს რატომ არ იქნები მკვლელი იმიტომ რომ მაგ ჩიკინს არ შეჭამდა ასეთ რამეზე ხარ წამსვლელი მეორე როუზი კიდევ ცალკე თემა ყვება რომ თავიდან სოციალურ მედიაში დაახლოვდნენ მიუხედავად იმისა რომ ერთსა და იმავე სკოლაში დადიოდნენ სოციალურ მედიაზე დაიწყეს ერთმანეთის პოსტებს და კომენტარება და დალაიქება და მაკენზის მხოლოდ 2000 გამომწერი ყავდა TikTok-ზე და როუზის 200,000 და მაკენზის მოდელობა უნდაო და სულ წერდა და უკომენტარებდა თურმე როუზის ამის გამო პოსტებს. ანუ პირდაპირ თუ ირიბად თუ რა ვიცი რაღა ირიბად კამერასთან ყვება გამომწერების გამო და მეგობრდა. ეს როზი კიდე საინტერესო პერსონაჟია სხვათა შორის დოკუმენტურში პროკურორის მოადგილე ამბობს პირდაპირ რომ თვეები დასდევდა როზს და სთხოვდა ჩვენება მიეცა და როზი არ თანამშრომლობდა პოლიციასთან არაფრით ჩვენება არ მისცა და ტრუპი ეუბნება Netflix-ის გუნდს სხვათა შორის რომ რა საინტერესოა რომ თქვენ დაგთანხმდათ ინტერვიუზე მაინტერესებს ძალიან რა აქვს სათქმელიო და ვიღაცას კომენტარი ეწერა ამ ვიდეოს ქვეშ რომ Netflix-ი ინტერვიუებში ფულს იხდის და პოლიცია ჩვენების მიცემაში არაფერს გადაუხდიდა და რატომ გიგვერთა. და მოკეთეს ზოგადად პოლიციასთან მაკენზის მეგობრების ურთიერთობა როგორც გითხარით მართლა ძალიან საინტერესო მოვლენა. როგორც მოგვიანებით ირკვევა ავარიის მეორე დღეს უკვე მაკენზის დედა სათითაოდ ურეკავდა მაკენზის მეგობრებს და აფრთხილებდა თხოვდა პოლიციასთან არ ითანამშრომლოთ და არაფერი მოყვეთო. როზის შეყვარებულს მაკენზის მამა საავადმყოფოში პირადად სთხოვს შვილის გადარჩენაში დამეხმარევა. და საინტერესო მომენტია დომინიკის მამა ყვება შემდეგ, რომ როზის შეყვარებული დომინიკის მეგობარი იყო ასევე და როგორ დაურეკა დომინიკის მამას ამ ამბის შემდეგ და დომინიკის ოთახში შესვლა სთხოვა გამოსამშვიდობებლად. მე თუ მკითხავთ რამის ასაღებად, მაგრამ ოკეი. იმიტომ რომ საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ პოლიციასთან საუბრის შემდეგ მამამისი არკვევს, რომ ეს ბავშვები პოლიციას არ ელაპარაკებიან და დახმარებაზე უარს ამბობენ. და ამ დროს ისე განიცდიან დომინიკის და დევიანის დაღუპვის ამბავს, რომ მათ ოთახში გამოსამშვიდობებლად შესვლას სთხოვენ ოჯახს. ზოგადად ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ დომინიკი სრულწლოვანი იყო სახლით და ამ არასრულწლოვანი ბავშვებისთვის ეს იყო ფართის ადგილი და ამ ასაკში ხომ ვისთანაც ფართავ ყველა შენი მეგობარი გოგონია. მე ეს შთაბეჭდილება უფრო მაქვს ვიდრე რეალური მეგობრობის. უმრავლესობასთან, იმიტომ რომ ეს საქმე რომ დაიწყო, ისეთი ამბები გამოჩნდა, რომ რა ვიცი, მეგობრობის რა გითხრათ. მაგალითად, შემთხვევა დომინიკის სახლში ავარიამდე რამოდენიმე თვით ადრე. როცა სკოლის მოსწავლე გოგონა კიბიდან ჩამოვარდა. და ისე დაშავდა, რომ თვეები იყო კომაში. და როგორც ირკვევა, უბედური შემთხვევა, არ ვიცი რამდენი უბედური შემთხვევა უნდა მოხდეს წელიწადში, რომ უბედური შემთხვევა აღარ დავარქვათ ამ რაღაცებს, მაგრამ ოკეი, საინტერესო არის, რომ მაკენზის ხმოვან შეტყობინებებში ამ შემთხვევის სერიოზული განხილვა მიმდინარეობს, რომლებიც რა თქმა უნდა საქმის შემდეგ ამოტივდებდა, რომ რა თქმა უნდა პოლიცია გამოიძახეს, როგორც ირკვევა, დევიანი იყო ერთადერთი, ვინც ამ გოგოს ეხმარებოდა და პირველად დახმარებას უწევდა, სანამ სასწრაფო მოვიდოდა. მაგრამ საინტერესო მომენტია, რომ მაკენზი ყველა სათითაოდ აწიოკებს ხმოვანი შეტყობინებებით. ვინ ელაპარაკა პოლიციას, ვინ რა თქვა, ვინმე ზედმეტი ხომ არ წამოსდა, იმიტომ რომ ნერვიულობს, რადგან ვიღაცებს, სხვა გოგონებს, უნდათ მაკენზის, ანუ მე ამკიდონ ეს საქმე. რომ ვითომ მაკენზი მკრა ხელი ამ გოგოს და დააგორა კიბეზე. და აბა ვინ რა თქვითო, სათითაოდ კითხავს ყველას და იქედან ამ მისი მეგობრების ხმოვანი შეტყობინებების ხმის კანკალით ჩაწერილი ხმოვანი შეტყობინებები, რომ ოღონდ მაკენზიმ არ იფიქროს, რომ ამათმა რამე არასწორი უთხრეს პოლიციას. ხმის კანკალით, სერიოზულად, მაკენზი არაფერი გვითქვავს, ვინ რის თქმას გაბედავს, ამ გოგოსი რომ ეშინიათ. და მონით ესეც გავარკვეთ, ანუ წარმოიდგინეთ ხართ ფართიზე, ამ ასაკში. ყველა ნასვამი, მოწეული, რა ვიცი კიდე, რით იწყდებიან რეალობას. და რაღაც მართლა ესეთი უბედური შემთხვევა ხდება. რაც მართლა შეიძლება რომ მოხდეს, ხო? და ვიღაც კიბიდან ჩამოვარდა. რატომ მიფიქრებს ავტომატურად სამეგობრო თქვენზე, რომ უეჭველი რაღაც გექნებოდათ ამ შემთხვევასთან საერთოდ? ანუ როგორი ტიპაჟი უნდა იყოს სამეგობროში, რომ პირველი ეჭვმიტანილი გახდე? იმიტომ რომ სკოლიდან ეგეთი იმიჯი ქონდა.
სკოლის ადმინისტრაციას სავსე ფაილი ჰქონდა მოსწავლეების და მასწავლებლების საჩივრებით მაგენზეზე. საჩივრები ბულინგზე, რომ ვიღაცას სუქან ძროხას ეძახდა, ან საცოდავ ღარიბს, რადგან ბრენდების ტანსაცმელი არ ეცვათ, ან საჩივრები რასისტული გამოხტომებით, როგორიცაა მონობის პერიოდი რომ იყოს, შენ უეჭველი პირველს მოგიშორებდი, ფერადგანიან მოსწავლეს მიმართავს. მასწავლებლების საჩივრები და თხოვნები, რომ გადაიყვანეთ ჩემი კლასიდან, მუდმივი შეურაცხყოფა და გინება და მე ამ ყველაფრის კამერაზე ჩაწერა, როცა მასწავლებელი პასუხისგაცემას იწყებს, აღარ შეგვიძლია უკვე ასე კლასში გაკვეთილს ვერ ვატარებთ. იყო პოლიციის ჩართულობის შემთხვევაც, როცა მოსწავლის მშობლებმა კონტაქტის აგრძალვა მოითხოვეს, რომ მაკენზი არ მიახლოებოდა მათ შვილს, რადგან მაკენზი ემუქრებოდა ფიზიკურად გაგისწორდებიო, რადგან იმ გოგომ თურმე ჩიპსი არ გაუღო. ამ ყველაფერზე მშობლების რეაქცია ნული. მაკენზი მუდმივად მართალი იყო. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ მამამისისთვის მარიხუანა თუ ექნებოდა. ყველაფერი კარგად იყო და დედამისი ცოტა კიდე სხვა შემთხვევა მე ჩემ არაპროფესიონალი ფსიქოლოგის დასკვნა არის ის რომ უფრო უნდოდა მაკენზის დაქალი ყოფილიყო ვიდრე დედამისი. მოკლედ ასეთი არაკომპეტენტური მშობლები იშვიათია. ასეთი არაკომპეტენტური არანაირი წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა აღზარდონ ბავშვი. ყველაფერზე თავის დაქნება, ყველაფერზე თანხმობა, ოღონდ პანიკა არ მოაწყოს. მოკლედ, ეს არის ეს ემოციურ სოციალური გარემო სიტუაცია მაკენზის, დომინიკის და დევიანის გარშემო, რომელიც უფრო დეტალურად მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის. ამ სიტუაციაში ხდება ავარია. აქ იწყება პროცესი. აქ ამბობს პროკურატურა, რომ საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს ბრალის წასაყენებლად და მაკენზის აკავებენ. ახლა მინდა უფრო მატერიალური მტკიცებულებების შესახებ და სასამართლო პროცესის შესახებ გესაუბროთ. ემოციების გარეშე ამ ნაწილსაც არ ჩაუვლია, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდით პროკურატურის მტკიცებულებებზე ვისაუბროთ. რაღაცეები უკვე ვახსენე, მაკენზის სოციალური მედია და მობილურიდან ამოღებული მასალები, დიდი ნაწილი იყო ამ მტკიცებულებების და ეს მასალები პროკურატურის მხრიდან უფრო იმას ემსახურებოდა, რომ მოსამართლისთვის მაკენზის როგორც პიროვნების სურათი ეჩვენებინა, ისე როგორც ახლა მე გაჩვენეთ ვიდეოს პირველ ნაწილში, მეც ამიტომ დავუთმე ამ ურთიერთობებს და ამ დეტალებს უფრო მეტი დრო, იმიტომ რომ მოდით რეალურად ვთქვათ, ის რომ Snapchat-ით შენს შიშველ ფოტოებს ყიდი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მსგავს რამეზე ხარ წამსვლელი, ხო? მაგრამ პროკურატურას უნდოდა ეჩვენებინა, რომ მაკენზი არ ნანობდა მომხდარს, რომ ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ის რომ ძალიან ცუდი მძღოლი იყო და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართავდა ხშირად მანქანას და ამით სხვებსაც საფრთხეში აგდებდა. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მაკენზი საერთოდაც არ იყო ის მხიარული გოგონა, რომელიც დაცვის მხარეს უნდოდა რომ ეჩვენებინა პროცესზე, რადგან დაცვის მხარე ერთსა და იმავე რამეს ატრიალებდა. შეხედეთ ამ უწყინარ სიცოცხლით სავსე გოგონას, ის დომინიკთან ერთად ცხოვრობდა, მასზე დაქორწინებას გეგმავდა. რა თქმა უნდა გეგმავდა. რატომ უნდა გაეკეთებინა ასეთი რამე? ამაზე ბრალდების მხარე აჩვენებს მაკენზის ექიმის მიერ გამოწერილ ანტიდეპრესანტებს რამოდენიმეჯერ და მაკენზი რო ვარს ამბობს ამ აბების მიღებაზე, რადგან არ მოსწონდა როგორ ზემოქმედებდა მის ხასიათზე ეს ანტიდეპრესანტები და თინეიჯერი კლინიკური დეპრესიით. ძალიან საშიში კომბინაცია და რომ მისი გარემოცვა მშობლები იგულისხმა პროკურატურამ არასაკმარისი სერიოზულობით ეკიდებოდნენ ამ ამბავს. ანუ ხა რო გაუშვადა ეს ბავშვი თავის მშობლებთან, ვერ დაეხმარებიან. მოკლედ ბრალდების მხარემ დიდი დრო დაუთმო იმის მტკიცებას სასამართლო დარბაზში, რომ მაკენზის ასე პირდაპირ უკან საზოგადოებაში გაშვება არ შეიძლებოდა და ამ დეტალებს შეიძლება სასამართლო დარბაზში პირდაპირ ავარიასთან ვერ დააკავშირებ. მე თვითონ მკითხავ ძალიან კარგად დააკავშირებ, მაგრამ სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულება მაინც კიდევ სხვა არის, ხო? თუმცა პროკურატურა მაინც ძლიერად იმუშავა ჩემი აზრით ამ მიმართულებით, რომ ამ უამრავი დეტალის წარდგენით ეჩვენებინა, რაზე იყო მაკენზი წამსვლელი,
ისეთ სიტუაციაში, როცა რაღაც ისი არ მიდიოდა, როგორც მას უნდოდა. სხვა მტკიცებულებებს რაც შეეხება, საინტერესო ფაქტი იყო სისხლის ანალიზის, როგორც მტკიცებულების ვერ გამოყენების ფაქტი, რომ ზუსტად ეჩვენებინათ, რა მდგომარეობაში მართავდა მაკენზი იმ ღამით მანქანას, რადგან ფართიდან მოდიოდნენ. გამორიცხულია, რომ ნასვამები არ ყოფილიყო, მაგრამ ისიც და მისი მეგობრებიც, სხვებიც, ვინც ფართიზე იყვნენ, არას ამბობთ. რა თქმა უნდა, არაფერ დაგვილებია, თავს იგიჟებენ და საპირისპიროსაც ვერ ამტკიცებს პროკურატურა, იმიტომ რომ 31 ივლისის ღამის მაკენზის სისხლის ანალიზის ნიმუში არ აქვთ. ხოთ 3 აგვისტოს. არ მინდა ახლა ისე შეთქმულების თეორიებზე და კორუფციაზე ლაპარაკი მტკიცებულებების გარეშე, მაგრამ პოლიციამ 4 აგვისტოს მოითხოვა საავადმყოფოდან, სადაც მაკენზი იწვა, მაკენზის სისხლი ტოქსიკოლოგიური ანალიზისთვის. რაზეც საავადმყოფო პასუხობს, რომ 31 ივლისის ღამეს აღებული სისხლის ნიმუში უკვე გაანადგურეს და მხოლოდ 3 აგვისტოს ნიმუში აქვთ. და ამ 3 აგვისტოს ნიმუშში მხოლოდ THC იპოვეს. ეს არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი. ის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რასაც კანაფი შეიცავს, მაგრამ ალკოჰოლის დასაფიქსირებლად სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო. და ჩემი აზრით ბოლო წვეთი ნამდვილად იყო ვიდეო მასალა. ქუჩის დასაწყისში შენობაზე არსებული გარე კამერით გადაღებული კადრები. ანუ თვითონ ავარია პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ რომ უყურებ და იცი, რომ ეს ამ ბავშვების ბოლო წუთები იყო, ძალიან რთული საყურებელია. გახსოვთ გითხარით თავიდან სასამართლო პროცესამდე დომინიკის ოჯახი მაკენზების გვერდით რჩებოდნენ. ანუ არ ქონიათ არანაირი ეჭვი, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო. დომინიკის და ქრისტინი ყვება სხვათა შორის ინტერვიუში, რომ სასამართლო დარბაზში მაკენზების გვერდით ისხდნენ, როცა პროკურორმა ვიდეო მასალა ჩართო. და ვიდეოში ჩანს გადაჭარბებული სიჩქარით, როგორც მანქანის გამოკვლევის შემდეგ ირკვევა 160 კმ/სთ სიჩქარით, მიმავალი მანქანა, რომელიც დამუხრუჭებას არც კი ცდილობს, არანაირი მანევრირება, პირდაპირ ეჯახება კეთილს. დომინიკის ოჯახის წევრებს აბსოლუტური შოკი ჰქონდათ. დევიანის ოჯახს ნაკლებად, რადგან დევიანის მამა ყვება, რომ იმავე დილით მივიდა შემთხვევის ადგილას და პირველი რაც ვერ დავინახე და მაშინვე ეჭვი გამიჩნდაო, არის დამუხრუჭების კვალი. პროკურორის სიტყვებით რომ გითხრათ, საჭესთან მჯდომ მაკენზი შირილას, რომელსაც სრული კონტროლი ჰქონდა საჭეზე, შეჯახების მომენტში ბოლომდე ჰქონდა ფეხი დაჭერილი გაზის პედალზე. მანქანის შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ დასტურდება, რომ შეჯახებამდე 5 წამით ადრე გაზის პედალი 100%-ზე იყო. ანუ ბოლომდე ჰქონდა ფეხი გაზზე დადგმული და არსად არ ფიქსირდება მუხრუჭის გამოყენების მცდელობა. ფიქსირდება საჭის მარჯვნივ და მარცხნივ მოძრაობა შეჯახებამდე წამებით ადრე და დრაივიდან ნეიტრალურში და ისევ დრაივში მანქანის გადართვა. რაზეც როგორც ამბობენ, ეს სავარაუდოდ ბიჭების ბოლო მცდელობა იყო, როცა გაიაზრეს მაკენზი რას აკეთებდა, რომ როგორმე ხელი შეეშალათ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ვეღარ მოასწრეს ყველაფერი, ეს სწრაფად მოხდა. შეჯახება მოხდა დომინიკის წინამგზავრის მხარეს, ანუ დომინიკს შანსიც არ ქონდა. დევიანი დომინიკის ზემოდან იპოვეს მანქანის წინა ნაწილში. ანუ შეჯახების შემდეგ, როგორც ჩანს, ხვედი არ ეკეთა. უკანა სავარძელზე ხომ ხვედს არავინ არ იკეთებს. ეგ ხო არავის არ სჭირდება. მაგრამ აქ ისეც უნდა ვთქვა, რომ ყველა ამბობს, რომ გამორიცხულია მაკენზის მანქანაში ხვედის გარეშე არ ჩაუჯდებოდნენო. ანუ იმდენად ცნობილი ამბავი იყო სამეგობროში, როგორ მართავდა მაკენზი მანქანას და რამდენად ცუდი მძღოლი იყო, რომ ეს თურმე რაღაც ასე ვთქვათ ხუმრობად იყო ჩამოყალიბებული, რომ მაკენზიზი საჭესთან ხვედები არ დაგავიწყდეთ. ესე ხუმრობით, მაგრამ ესე აფრთხილებდნენ ერთმანეთს, როცა მაკენზის უჯდებოდნენ მანქანაში. ამას თუ დავიჯერებთ,
წარმოვიდგენთ, რომ არ დაჯდებოდა არც ერთი მანქანაში ღვედის გარეშე, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ბოლო წამებზე მოიხსნეს ღვედები. მაკენზისთვის საჭის წართმევას ცდილობდნენ. თან როგორც გითხარ, დევიანი დომინიკის ზემოდან იპოვეს მანქანის წინა ნაწილში. ან თვითონ იყო გადაწეული, რომ მაკენზისთვის ხელი შეეშალა, ან ღვედის გარეშე იჯდა და შემდეგ შეჯახების შემდეგ გადავარდა წინ. მოკლედ, ზუსტად ვერასდროს გავიგებთ, რა და როგორ მოხდა თუ მაკენზი თვითონ არ მოყვება, მაგრამ ამ ვიდეოს რომ უყურებ, ოკეი, ეს გზა რომ წარმოიდგინოთ. ეს გზა და უბანი ზოგადად არის ძალიან ინდუსტრიული ბლოკი, სადაც არის საწყობები, ოფისები, სადაც მუდმივად სატვირთოები მოძრაობენ. დასახლება არა, საცხოვრებელი უბანი არა. იმდენად არის ეს ქუჩა რეალურად მხოლოდ სატვირთოებისთვის, რომ სულ იამებით არის სავსე და ჩაკერებული მონაკვეთებით. ეტყობა იმდენად ხშირად აფუჭებენ სატვირთოები გზას, რომ აღარ არემონტებს ქალაქი. და მანქანით რომ მიდიხარ, გონია რომ ორღობეში დადიხარ, ისე ხტის მანქანა. და ამ ვიდეოს რომ უყურებ, როგორი ისარივით მიქრის Toyota, იქ მძღოლს 100%-იანი კონტროლი აქვს საჭეზე. პატარა გადახვევა, მინდა გავაკეთო დევიანის მეგობრების შესახებაც, მინდა გითხრათ ერთი პატარა ფაქტი, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ დევიანის ადგილი არისო ამ ხალხის გვერდით. აქეთ ხომ მაკენზის და დომინიკის საერთო მეგობრები პოლიციასთან თანამშრომლობაზე ვარს ამბობენ. იქეთ ამ დროს დევიანის მეგობრები თვითონ მიდიან პოლიციაში. ბევრის არაფრის მოყოლა შეუძლიათ ამ შემთხვევაზე, მაგრამ საინტერესო რამეს ყვებიან ბიჭებს დევიანის სამეგობრო წრეში რამოდენიმეს მობილურზე ჰქონდათ სპეციალური აპი, რომელსაც Life 360 ქვია, რომელიც წესით ოჯახისთვის არის, უფრო მშობლებისთვის, tracking აპია, ვინც ყავს დამატებული ვისი ნომერიც, იმათ ადგილმდებარეობას და გადაადგილებას გიჩვენებს. სად არიან, რამე ხომ არ მოხდა, მაგრამ როგორც ეს ბავშვები ყვებიან, პრემიუმ ვერსია ჰქონდათ ამ აპის. პრემიუმ ვერსიაში იხდიდნენ ფულს, რომელიც ასევე ითვალისწინებს, რომ ავარიის შემთხვევაში emergency signals უგზავნის აპის წევრებს. ამდენი უპასუხისმგებლო თინეიჯერის მოსმენის შემდეგ ამ ბიჭების მოსმენა ძალიან სასიამოვნო იყო, რომ იმდენად ზრუნავდნენ ერთმანეთზე, რომ ეს აპი ჰქონდათ და პრემიუმ ვერსიაში იხდიდნენ ფულს, რომ თუ რომელიმეს რამე შეემთხვეოდა, მაშინვე მოეხდინათ რეაგირება. მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში არ იმუშავა ამ აპმა, რადგან როგორც ირკვევა, ორი პირობა უნდა შესრულდეს, რომ აპმა emergency სიგნალი გააგზავნოს. ისტორიაში ფიქსირდება აპს თუ გახსნი, მაგრამ ხმამაღალი emergency სიგნალი რომ მოგივიდეს. პირველი ბატარეა 20%-ზე ქვემოთ არ უნდა იყოს და მანქანა დასაშვებ სიჩქარეს დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილზე მაინც უნდა აჭარბებდეს, რომ აპმა გადაჭარბებული სიჩქარის დაფიქსირება და გაგზავნა მოასწროს. როგორც ჩანს და ეს ვიდეოშიც ჩანს ხო, მაკენზი ბოლო წამებში, როცა უკვე რამოდენიმე მეტრი იყო კედლამდე დარჩენილი, მაშინ მიაწვა გაზის პედალს ბოლომდე და აპმა ვერ მოასწრო სიგნალის გაგზავნა. რა თქმა უნდა, აპის ისტორიაში დაფიქსირებულია ეს ყველაფერი, მაგრამ სიგნალი არ მიუღეთ, თუ დილის 5 საათზე ხა აპი არ გქონდა გახსნილი და არ უყურებდი, აბა რა ხდება, ისე ვერ გაიგებდი რა მოხდა. მანქანის გაუმართავობა გამოირიცხა, ყველაფერი გამართულად მუშაობდა. იყო სპეკულაცია Toyotas ადრე 2009-ში პრობლემა ჰქონდა გაზის პედალზე. იჭერებოდა გაზის პედალი და მანქანა ასე თავისით კრებდა სიჩქარეს. და მე როგორც გაირკვა იატაკის ხალიჩა იჭერებოდა პედალის უკანა მხარეს. და უკან გაიწვიეს, ეხლა ძალიან ზედაპირულად და ძალიან ქუჩურიანი გიყვებით ახლა ყველაფერს. უკან გაიწვიეს ეს მანქანები და გამოსწორდა ეს გაუმართავობა და როგორც წავიკითხე, მე ხა დიდად ვერ ვერკვევი მანქანის ტექნიკურ დეტალებში, მაგრამ როგორც მივხვდი 2009 წლიდან გამოშვებულ მანქანებში Toyota-მ სპეციალურად ჩაამატა BOS სისტემა, რასაც ქართულად ალბათ სამუხრუჭე სისტემის გადაფარვა რაღაც ეგეთი იქნება, არ ვიცი. თუ გაზის პედალი იჭედება, თუ მოხდა რაღაც მსგავსი სიტუაცია, პირდაპირ აჭერ მუხრუჭებს. და როცა გაზის და მუხრუჭის პედალი ორივე ერთდროულადაა დაჭერილი,
სისტემა მუხრუჭს ანიჭებს უპირატესობას და მანქანა დრაივიდან ავტომატურად ნეიტრალურში გადაყავს. ხდება რომ რაღაც ისი არ არის როგორც უნდა იყოს, თუ ორივე პედალი მოქმედებაში ერთდროულად და ასე ვთქვათ ანეიტრალებს. ვინც მანქანებში კარგად ერკვევით აბაბა. მითხარით რამდენად კარგად ავხსენი ქართული ტერმინებით ეს ყველაფერი. თუ ძალიან არასწორი ტერმინები გამოვიყენე, ნელა შემომაპარეთ, პირდაპირ გულს ნუმადგენთ. და მე ChatGPT-ს ვკითხე. კი. AI მაქვს გამოყენებული ამ ვიდეოში. ChatGPT-ს ვკითხე, რომ მეთქი ავტომატურად ყველა თანამედროვე მანქანას აქვს ეს BOS სისტემა და არაო, ეს როგორც მითხრა, ავტომატურად არ იგულისხმება, რომ ყველა თანამედროვე მანქანას აქვს ეს სისტემაო და აი ეს სია მომცა ბრენდების, მარკების, რომელთა მანქანებსაც ავტომატურად აქვთ ეს სისტემა. ბრალდების მხარემ სასამართლოზე წარადგინა მაკენზის ტელეფონიდან ამოღებული Google Maps-ის ისტორია. მანქანა სად იყო ბოლო დღეებში და მარშრუტების ისტორიაში დაფიქსირებულია, რომ მაკენზის ზუსტად იგივე გზა აქვს რამოდენიმე დღის წინ გავლილი. ოღონდ რატომ არავინ იცის? არსად შესულა, არსად გაჩერებულა, არავის უნახავს. ხომ გითხარით როგორი უბანიცაა? მხოლოდ ზუსტად იგივე გზა, რაც იმ ღამეს გაიარა და ზუსტად ის ადგილი, სადაც ავარია მოხდა. არ ვიცი ეს წინასწარ გზის შემოწმება იყო ყველაფრის დაგეგმვის წინ, თუ უბრალოდ დამთხოვა, მაგრამ ფაქტია, რომ ზუსტად იგივე გზა ქონდა მანქანით გავლილი რამოდენიმე დღით ადრე. დაცვის მხარეზე რომ ცოტა გესაუბროთ, მაკენზი და მისი დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მაკენზის ამნეზია აქვს, ფრაგმენტული პოსტტრაუმული ამნეზია და არ ახსოვს რა მოხდა იმ დილით. ამიტომ არც ჩვენება მიუცია რა თქმა უნდა და ვერ იხსენებს რა მოხდა. მაგრამ ის იცის, რომ განზრახ არ ჩაიდენ და ასეთ რამეს. სხვა ყველაფერი ახსოვს ავარიის მომენტის გარდა. რაც ობიექტურად რომ შევაფასოთ, შეიძლება რომ მოხდეს. და დაიჯერებდი კიდეც, მართლა ძალიან ძიმი ავარია იყო, მაგრამ მერე უსმენ მაკენზის და დედამისის ამ ქაჯურ ენაზე საუბარს, რომ თქვათ, რომ კრუნჩხვები დამემართა. და მე ვფიქრობ, მაშინ რატომ იგონებ ამ ყველაფერს? ასევე სატელეფონო ჩანაწერები, როცა წინასწარ პატიმრობაში იყო მაკენზი, ნუ რა თქმა უნდა, ყოველდღე ესაუბრებოდა დედამის და იცოდნენ, რომ საუბრები იწერებოდა, ამიტომ თავიანთ გამოგონილ ენაზე საუბრობდნენ იქაც, მაგრამ რას ფიქრობთ ახლა რა დრო დააგვიანდებოდა ინტერნეტს ამათი ქაჯური ენის გასაშიფრად? ვამბობ ამ ოჯახის IQ. სასამართლოსთვის გაახსენდათ, რომ მაკენზის პოსტის დაავადება აქვს. ეს არის პოსტურალურ ორტოსტატიკური ტაქიკარდიის სინდრომი. ავტოიმუნური ნერვული სისტემის დარღვევა, რომლის დროსაც გულისცემა პოზიციის ცვლილებისას, განსაკუთრებით დაჯდომიდან წამოდგომის დროს, უცებ ჩქარდება. თავბრუსხვევა და გონების დაკარგვაც შეიძლება გამოიწვიოს. იშვიათად გრძნობ თითქოს გონებას კარგავ, მაგრამ აი რეალურად რო გაითიშო, ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა გამორიცხული არა. მაგრამ არ გაჭრა ამ ყველაფერმა მოსამართლესთან, ჯერ ერთი ექსპერტიც კი ვერ ნახეს, რომ დაედასტურებინა მაკენზის მდგომარეობა, ეს მდგომარეობა პროცესზე, მარტო დედამისი გამოვიდა და ეს ჭირს მაკენზისო და იქაც ისეთი რაღაცები ისაუბრა, ანუ მედიცინის თვალსაზრისით ისეთი რაღაცები მოყვა, რომ აბსოლუტურად არასწორი სამედიცინო თვალსაზრისით. და ძალიან მიკვირს, თუ ტყუილის მოყოლას გეგმა დაგუგლოთ მაინც წინასწარ ეს ყველაფერი. ეს ციხის საუბრები დედამისთან ძალიან გამაღიზიანებელია და ძალიან გააღიზიანა ინტერნეტი. უცებ ხვდები ოჯახის დინამიკას. ანუ წინასწარ პატიმრობაშია, ჯერ არაფერი არაა გადაწყვეტილი და დედამისი უყვება, მაკენზი, იცი, საინფორმაციოში გაჩვენეს, შენზე რეპორტაჟი მოამზადეს, ყველა შენზე ლაპარაკობს. ოღონდ ისე კი არ ვაიმე. ყველა შენზე. არა. პირიქით, გვიხარია, რომ პოპულარული ხარ. აი, რა რეაქცია შეიძლება გქონდეს მაკენზის ამ დროს? მართლა? იქნებ კიმ კარდაშიანმა გაიგოს ამ საქმის შესახებ და იქნებ ჩემი ადვოკატობა მოინდომოს. დარწმუნებული ვარ გამომიყვანს აქედან. My mom was like, well, maybe Kim Kardashian's name.
And I was like, I hope. Yeah, maybe Kim will now that it's like all over. I was like, I mean, that's the only thing that might be good about the whole media thing. Maybe Kim will see it. I don't know. You have to figure out because I'm real nervous and I want Kim Kardashian to be my lawyer. ან როგორ საუბრობენ იცით, აქედან რომ გამოვალ. ანუ არც დაუშვიათ, რომ ორი ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი. ნარკოტიკები არც კი დაუშვია მთელი წინაპატიმრობის პროცესში, რომ ერთი დღის გატარება მაინც მოუწევდა ციხეში. ეს უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ, მithქვავს მე მგონი უკვე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ და თან რაღაცა ეს მერჩი მინდა ამ წარწერით, რომ უტვინო ადამიანების დანაშაულის მსხვერპლი რო ხდები, ეგ ცალკე მუხლი უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსში. ანუ ის რეგულარული რაღაცა ხო იცით, დაგეგმეს ეს ყველაფერი და სერიული მკვლელები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ვერ დაიჭრა. ეგ ძირითადი ხალხი და მე ესენი. აი ამათი დანაშაულის მსხვერპლი რო ხდები, ეგ ცალკე უნდა ისჯებოდეს. პროცესის ბოლოს ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ სიტყვით გამოვიდნენ მოსამართლის წინაშე და ამ შემთხვევაში მხოლოდ მოსამართლე იღებდა გადაწყვეტილებას, ეგეც რომ თქვა, მაკენზის მხარემ ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა. საზოგადოების თვალში ბევრი ნეგატივი არსებობს მაკენზის მიმართო და არ იქნება სამართლიანიო. ანუ არის შემთხვევები, როცა შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, როგორი სასამართლო პროცესი უნდა. ნაფიცი მსაჯულებით თუ მხოლოდ მოსამართლე რომ იღებდეს გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაში მაკენზის ოჯახმა და მხარემ, დაცვის მხარემ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მოსამართლის მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც რომლის გვარიც ასევე სხვათაშორის რუსო არის, თუმცა არანაირი ნათესაური კავშირი არ ქონია დომინიკთან. დომინიკის და დევიანის ოჯახის წევრებმა ისაუბრეს, ძალიან ემოციური იყო, მართალი გითხრათ, მათი სიტყვების მოსმენა. დევიანის დედა იყო ძალიან ემოციური. დომინიკის დედა ვიდეო არსებობს, დომინიკის დედის ვიდეოა, როცა ეუბნებიან, რომ ვერ გადარჩა დომინიკი, აი სულის შემძვრელი კადრებია, რა დღეში ვარდება დედამისი. შემდეგ მაკენზის დედაც გამოვიდა სიტყვით მოსამართლის წინ, იმდენი ილაპარაკა მაკენზიზე და იმდენი აქო, რომ რაღაც მომენტში მოსამართლეს სიტყვას აწყვეტინებს. გალბატონო შირილა, თქვენ მხოლოდ თქვენ შვილზე საუბრობთ. მსხვერპლის ოჯახებისთვის არაფერი გაქვთ სათქმელი? და მაშინვე, კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად და იწყებს დომინიკი, რომ ძალიან უყვარდათ და მოკლედ მთელი ეს ისტორია, რომ რატომ არ გააკეთებდა მაკენზი რაღაცა მსგავს. და დევიანი ის საერთოდ ახალი მეგობარი იყო. და მოსამართლე, და ეგ რას ნიშნავს? ამიტომ დევიანის სიცოცხლე არ იყო მნიშვნელოვანი? What was the other thing? I'm hearing an awful lot about your daughter. I'm not hearing very much about the two dead people. Dominic, okay, I'm asking you for leniency because this was a tragic accident that she does not remember. And Davian, he's a new friend. And I'm so sorry. What does that mean? His life is worthless? No. Okay. God, no, not at all. They all loved each other. They all spent every day together. ამის მერე ამას კიდე ციხის ზარში იმ საღამოს თუ მეორე დილით ციხის ზარში განიხილავდნენ ამ შემთხვევას და ხوار გონია რომ რაღაცა ის მომენტი ქონათ რომ ვაიმე ეს როგორ დაგვემართა. არა, მაკენზი ეუბნება დედამის რომ ეს მოსამართლე გუშინ როგორ გესწერვაო. And why was the judge being so mean to you? Kenzie, I don't know. I don't care. და ცდილობს რომ мотиваცია მისცეს თავიშვილს რომ წიგნის წერა დაიწყო. აუცილებლად რო არ დაკარგოთ წიგნის წერა დაიწყო, სანამ ეხა ცხელია ეს ყველაფერი ეს ამბავი და სანამ კიდევ საუბრობს ხალხი ამ ყველაფრის შესახებ, წიგნის წერა დაიწყო. მაკენზი შირილა 2022 წლის 4 ნოემბერს დააკავეს. როგორც გითხარით, სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების გარეშე მიმდინარეობდა თითქმის 8 თვის განმავლობაში. 2023 წლის 14 აგვისტოს მოსამართლე ნენსი მარგარეტ რუსომ მაკენზი შირილა დამნაშავედ ცნო. მას 2 ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თითოეული მსხვერპლისთვის 15 წლიდან უვადო პატიმრობამდე. მნიშვნელოვანია, რომ მან ეს სასჯელები ერთდროულად უნდა მოიხადოს და არა
თანმიმდევრულად. ეს ნიშნავს, რომ პრინციპში პირობით ვადამდე გათავისუფლების პირველი გადახედვა 15 წლის შემდეგაა შესაძლებელი და არა 30 წლის. ეს სამართლებრივი დეტალიც რომ გავარკვიოთ, საქმიდან გამომდინარე შეიძლება რამოდენიმე მსხვერპლზე მიცემული სასჯელი ან ერთდროულად, ან თანმიმდევრობით მოიხადოს დამნაშავე. ამასაც ახლა რაღაცა ცოტა უფრო ქუჩურ ენაზე ვხსნი, მაგრამ მარტივად რომ გავარკვიოთ. მაგალითად, თუ საქმეში ორი დანაშაულის ადგილია, ორი სხვადასხვა მსხვერპლით, თუ მკვლელობის ორი სხვადასხვა ფორმა გვაქვს. მოკეთ, როგორც ორი საქმე, ასე შეიძლება ბრალდება წარმოვიდგინოთ, მაშინ თითო მსხვერპლზე მიცემული მაგალითად მინიმუმ 15 წელი ბრალდებულმა თანმიმდევრობით უნდა მოიხადოს. ანუ ჯერ ერთი მსხვერპლისთვის 15 წელი და მე-16 წლიდან იწყება მეორე სასჯელი მეორე მსხვერპლისთვის. მაგრამ მაკენზის შემთხვევაში კი ორივე მსხვერპლისთვის 15 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ორივეს ერთდროულად იხდის. ანუ პრინციპში 15 წლის შემდეგ, რომელიც დაპატიმრებიდან აითვლება 2022 წლის ნოემბრიდან 2027 წელს უწევს, მე მგონი, იქნება ვადამდე გათავისუფლებაზე განაცხადის შეტანის უფლება. თავის ადრეულ 30-იან წლებში იქნება, რამდენის 32-ის თუ 33 წლის იქნება? მთელი ცხოვრება წინ იქნება რა. ვიცით ეს ავტომატურად არნიშნავს, რომ გამოვა 15 წლის შემდეგ. ეგ საკმაოდ რთული პროცესია და როგორც ვიგებთ, ეგ როგორც იქცევა ციხეში. მეეჭვება მისი თანაციხელის. ხო, მისი თანაციხელის ვიდეოები გავრცელდა, გუგლ ბევრი ინტერვიუ მისცა სხვათა შორის, რომელიც ზუსტად იმავე ციხეში იჯდა, სადაც მაკენზი და გამოვიდა უკვე ციხიდან და როგორც საუბრობს მაკენზი, რომელიც Netflix-ზე აჩვენეს და მაკენზი, რომელიც ციხეში გაიცნო, ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია. და ამას სხვათა შორის ციხის ჩანაწერებიც აჩვენებს. ანუ რა დრო გავიდა 3 წელია უკვე რაც ციხეშია, ხო? დაახლოებით 3 წელია უკვე რაც ციხეშია. არაფერი შეცვლა. 21 წლის არის უკვე. 18 წლის თინეიჯერი ხომ აღარ არის. არაფერი არ შეცვლა. ესე იგი, ჩანიშვნები არის, რა წესებს არღვევს. კონტრაბანდა ტანსაცმლის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ხო პოპულარული უნდა გახდეს და წიგნის წერა იწყება, მოკლედ. მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება და ციხის ტანსაცმელი მაინდა-მაინც არ მოსწონს. ქურდობა, მითვისება, სხვა პატიმრების ნივთების გამოყენება, being out of place. ანუ ეს ქართულად ალბათ იქნება, რომ არ მორჩილება წესებს საერთო სივრცეში, სადაც ყველა რაღაცა წესებს უნდა მიყვებოდეს, რა თქმა უნდა არა. პირდაპირ ბრძანებების დაუმორჩილებლობა, მედიკამენტების ბოროტად გამოყენება, დანიშნულების გარეშე გამოყენება, ანუ მაგათ პირდაპირ ვთქვათ, ნარკოტიკების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლებია. სექსუალური ქცევა და კონტაქტი, სექსუალური კონტაქტი სხვა პატიმრებთან და ვიდეო ვიზიტორებთან, ნახველებთან. მოგეთ ვიდეოზარით ნახველები, ახლა ძალიან ისეთი თემა არის, თანამედროვე ციხეებში, რომ უფრო მარტივია სიტუაციის გაკონტროლება, მაინდა-მაინც არავინ არ უნდა შევიდეს ციხეში და ზედამხედველმა დააფიქსირა, რომ შიშველ მკერდს აჩვენებდა ვიდეოზარით ნახველებს. რომელიც არ ვიცით ვინაა, მაგრამ ვიღაც თავისი ფანი ალბათ ინტერნეტიდან, არ ვიცი. და საინტერესო, ანუ მთლად სულელიც არ არის, სხვის აკაუნტს იღენებდა. სხვა პატიმრის. თავისას არა. მოკლედ, ყველაფერი, რაც საჭირო იქნება და გადამოწმდება 15 წლის შემდეგ, გაათავისუფლებენ თუ არა. როგორც ჩანს, ციხე მაინდა-მაინც სასჯელი არ არის მაკენზისთვის. ჩვეულებრივად აგრძელებს თავის ცხოვრებას. ეს ქურდობა რო ვახსენე, იცით რა სიპარავს? ხელოვნურ წამწამებს. და აქ მოსამართლეს სიტყვები მინდა გითხრათ, რომელიც პირდაპირ განჩენის წაკითხვისას ბოლოს თქვა, რომ არ მინდაო ჩაითვალოს, რომ თითქოს პატივისცემას, საკმარის პატივისცემას არ ვიჩენ რომელიმე მსხვერპლის მიმართ, რადგან ერთდროულად ვაძლევ სასჯელის მოხდის უფლებას მაკენზესო. და მე პირდაპირ მიუბრუნდა მაკენზეს და ეუბნება, რომ მე მჯერა, რომ შენ 15 წელიწადში ვერ გამოხვალ ციხიდან. ამიტომ ეს ჩემი მხრიდან არაა გადაწყვეტილება, რომ მე შენ 30 წელს არ გაძლევ. არა, ეს შენზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი დარჩები ციხეში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შენ მთელი ცხოვრება ციხეში გატარება მოგიწევს.
რა თქმა უნდა, პირველი საქმე არ იყო ეს მისთვის და ბევრი მსგავსი თინეიჯერი ყავს დარწმუნებული ვარ ნანახი და დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა და რასაც ამბობდა. თუ ვინმესთვის შეიძლება რომ ეს მომენტი იყოს, აი რატო ერთდროულად 15 წლის მოხდა. იმიტომ რომ ზუსტად დაინახა მოსამართლემ რომ გამორიცხულია. მაკენზი 15 წელიწადში გამოვიდა ციხიდან. ხო, ეს არ მithქვავს კიდე, მე მგონი Netflix-ის დოკუმენტურში რომ ინტერვიუ მისცა მაკენზიმ ციხიდან. ვერ წარმოიდგენთ როგორ მწყდება გული რომ ვერ გაჩვენებთ ამ ინტერვიუს, იმიტომ რომ აი დამიბლოკავს რა თქმა უნდა Netflix-ი, თორემ აი 2 წამში ზუსტად მიხვდებოდით ვინც არის ეს გოგო. არ ვიცი საერთოდ რატომ მოუვიდა თავში იდეა რომ ინტერვიუ მიეცა, მაგრამ მისი ოჯახი საჩივაზე წერს აპელაციისთვის და არ იღებს სასამართლო და როგორც ჩანს ეგონათ რომ ეს ინტერვიუ და ეს დოკუმენტური და რაღაცები ამ აპელაციის საქმეს მიეხმარებოდა, რაღაცა ისე წარმოაჩენდნენ სიტუაციას რომ რაიმე უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში. როგორც გითხარით, Hulu-საც აქვს დოკუმენტური Mean Girls, ანუ ბოროტი გოგონების მკვლელობები, ანუ დოკუ-სერიალია. და თითო სერიაში სხვადასხვა საქმეზეა საუბარი და ერთ-ერთი სერია ეძღვნებოდა მაკენზის და იქ მიწასთან გაასწორეს მაკენზიც და მისი ოჯახიც. აქ Netflix-ის დოკუმენტურში ხომ ისმა მეგობრებმა მისაუბრეს ასე პოზიტიურად მაკენზის შესახებ. იქეთ თუ რამე კითხვა დარჩა Netflix-ის შემდეგ, Hulu-მ შეავსო პასუხებით. ამიტომ მგონია, რომ მაკენზი და მისი მშობლებიც მხოლოდ Netflix-ზე გამოჩნდნენ. ფიქრობ, ეს ისედაც ხდება, მაგრამ წინასწარ იყო შეთანხმებული, რას აჩვენებდნენ, ვინ მისცემდა ინტერვიუს, იმიტომ რომ მხოლოდ მაკენზის მეგობრები საუბრობდნენ, როგორც გითხარით. დევიანის და დომინიკის სხვა მეგობრების, საერთო მეგობრების გარდა არ გამოჩენილა არც ერთი. ბევრი სამართლებრივი დეტალიც ცოტა ბუნდოვნად იყო წარმოჩენილი სხვათა შორის, აი სისხლის ნიმუშის ამბავი საერთოდ გამოტოვეს მაგალითად. აქეთ Hulu-ზე მაკენზის სხვა თანასკოლელები საუბრობენ. ალბათ უფრო ისინი ვინც მისგან მარიხუანას არ უყიდულობდა და უცებ მაკენზის აბსოლუტურად სხვა სურათს ხედავ. გოგო, რომელსაც არავინ და არაფერი არ ადარდებდა. რეჯინა ჯორჯი ხომ იცით ვინაა? ფილმიდან ბოროტი გოგონები. აი high school ბოროტი ბული გოგოს სიმბოლო, რომელიც დღემდე დარჩა ეგრე, აი ერთი მაკენზი. ხომ აძლევს ამ ინტერვიუს და გვერდით ადვოკატი უზის, რომელიც არ ჩანს კადრში და უბრუნდება და ეკითხება ყველაფერი სწორად თქვი, რამე ზედმეტი ჩერდება. არ მინდა რამე ზედმეტი, ანუ რამე ზედმეტი ხომ არ წამოწ. ეს ფოტო შემხვდა ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარების სექციაში AI-ა, მაგრამ ვისაც გახსოვთ catfishing-ის ისტორია. ვიდეო რომელშიც catfishing-ის ისტორიაზე ვისაუბრეთ, მიხვდებით ვინ არის ეს ქალი და მეორე ნატალია, მაკენზის დედა და ზემოთ აწერია საუკეთესო მეგობრები. კიდევ ბევრი დეტალია მეგობრებო. მეც ვეღარ გავწელავ უბრალოდ ამ ვიდეოს, თორემ არ ვიცი, იქ მოისმენთ რომ მაგალითად მაკენზის უმცროსი დაყავს, რომელსაც აბსოლუტურად სხვანაირად ზრდიან ვიდრე მაკენზის. იმას სახლიდან გასვლის უფლება არ აქვს, 24/7-ზე კონტროლში ყავთ. იქ როცა მაკენზი 17 წლის ასაკში დომინიკთან საცხოვრებლად გადადის, თავის დასთურმე საძინებელში ჭუჭყიანი თებშები, საჭმლის თებშები უპოვეს და საწოლი წაართვეს დასჯის მიზნით. თურმე მაკენზი უფრო ლამაზი ყოფილა, ამიტომ სხვა პრივილეგიებით სარგებლობდა ოჯახში. მოკეთ, არ ვიცი, ბევრი დეტალი ისეთი, რომ არ მგონია ამ საქმეში აუცილებლად მოსაყოლი იყოს, მაგრამ ყოველდღე რაღაცა მსგავსი ისტორია ემატება. დეტალი, რომელსაც კიდევ ხაზი მინდა გაუსვა, არის ის, რომ არასდროს საუბრობ მსხვერპლზე ნეგატიურად იმ მხრივ, რომ ჩვენ ეს წარმოდგენა გვაქვს, რომ მსხვერპლი უნდა იყოს იდეალური. როგორ შეიძლება, რომ მსხვერპლს რაღაცა შეცდომა კონდეს დაშვებული და ყველაფერი იდეალურად არ კონდეს განაკეთები და აი იდეალური მსხვერპლი არ იყოს. მე არ ვფიქრობ, რომ დომინიკი იდეალური მსხვერპლია. დევიანზე კიდევ ცოტა სხვა შტაბეშლება დამრჩა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი იმსახურებდა იმას, რაც მოხდა. არ ვეთანხმები იმას, რომ 20 წლის ბიჭი არასრულწლოვან გოგოსთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა მე მას ვხვდები, რომ იცი რა, მისმა მშობლებმა ხომ იცოდნენ რა ხდებოდა.
მისი მშობლები ხომ დაეთანხმნენ ამ ყველაფერს. 20-დან 37 წელს შორის რაღაცა ისეთი განსაკუთრებული სხვაობა, ასე უბრალოდ ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი იყო მაკენზი, ძალიან ცუდად მხვდება გულზე, ძალიან ცუდად, მაგრამ ხო არ მგონია 18-ს რო გადააბიჯებდა, მერე რაღაცა შეცვლილიყო მის პიროვნებაში და 19 წლის რო ყოფილიყო და მაშინ მომხდარიყო ეს ყველაფერი, რაღაცა სხვანაირად მოხდებოდა. ბევრი ახსენებს იმ ფაქტს, რომ დომინიკი რომ მარიხუანას ყიდდა, დომინიკს როგორც ხვდები, ბევრი სხვადასხვა რაღაცა ჰქონდა, ბევრ სხვადასხვა საქმეში იყო ჩართული. მაგრამ ის ფული რომ ამ ბევრ სხვადასხვა საქმეში ყოფილიყო ჩართული და მე ეს ბევრი სხვადასხვა რაღაცები დაეწყო, თუნდაც ის სტუდია, რომელიც სახში ჰქონდა და ასე შემდეგ, ამისი ფული თავიდან მარიხუანას გაყიდვით მოვიდა. ის თემა იყო, რომ იყენებდა მაკენზის, რომ აი მაკენზის მაგალითად სკოლაში გაიყიდა მარიხუანა. არ ვიცი, მე ამ შეტყობინებებს რომ უყურებ, ვინ ვის იყენებდა, ჩემი აზრით, საკმაოდ ნათლად ჩანს. იმას არნიშნავს, რომ დომინიკი რაღაცა წმინდანი იყო, ჩემი აზრით, ყველას თავისი დანაშაული ჰქონდა ამ სიტუაციაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არც ერთი მათგანი არ იმსახურებდა იმას, რაც მოხდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმეზე? ფიქრობთ, რომ შეიძლება მართლა უბედური შემთხვევა ყოფილიყო? ალბათ ამდენი პირადი დეტალის მოსმენის გარეშე უფრო იოლი იქნებოდა უბედური შემთხვევის ვერსიის დაჯერება, მაგრამ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ რას ფიქრობთ? უბრალოდ უყურადღებო თინეიჯერის საჭესთან თუ განზრახული დანაშაული? მე კი დევიანის მამის სიტყვებით დაგემშვიდობებით, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, ხშირად უმეორებდა დევიანს, რომელიც ჩემი აზრით არა მხოლოდ თინეიჯერებისთვის, არამედ ჩვენც არ გვაწმენდა ამ თემაზე დაფიქრება. მაჩვენე შენი მეგობრები და გაჩვენებ შენს მომავალს. გელოდებით კომენტარების სექციაში, მე შემდეგ ვიდეოში გნახავთ, იქამდე კი თავს გაუფრთხილდით.